მოგესალმებათ ფანტაზიის ზონა, გადაცემა, რომელშიც ვლაპარაკობთ ხოლმე მომავალზე და ვიხედებით ხოლმე ასევე წარსულში. დღეს ჩვენ ძირითადი თემა იქნება კინოს შევეხებით და ასევე შევეხებით ხელოვნურ ინტელექტს, თუ რამდენად შეიძლება ეს ორი რაღაც იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული. ჩვენი სტუმარი არის დათო ვაშაძე, კინოპროდიუსერი და ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვნად არის დაინტერესებული ხელოვნურ ინტელექტით, ხო და ვცდილობ რომ აი რაღაც ამ ორის სინთეზს მიაღწიო და რეალურად განსაზღვრო ალბათ ისიც ნაწილობრივ თუ როგორ შეიძლება ტრანსფორმირდეს და შეიცვალოს ფილმი, ხო და კინო ზოგადად მომავალში. სანამ უშუალოდ აი ამ თემებზე გადავალთ, თვითონ გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, რაღაც ჩვენ სტანდარტულ რამდენიმე შეკითხვას დაგისვა, რომელიც საბოლოო ჯამში მე გვეხმარება ხოლმე ვიპოვოთ ის კავშირები და ის ლინკები იმასთან, რასაც დღეს ვაკეთებთ ხოლმე, ხო, სხვა ადამიანები. ამიტომ აი პირველი შეკითხვა ესეთი მექნება შენთან აი როგორ გახსოვს შენი ბავშვობა და პირველი მოგონებები როგორი იყო, რომელთანაც რაღაცნაირად აი თავს აკავშირებ რა, რომელიც ვფიქრობ რა შენი მოგონება, მაგრამ აი თითქოს აი ამ მოგონებით იწყება შენი კავშირი აი ამ რეალობასთან, ხო, რომელსაც დღევანდელ ჩვენ სამყაროს ვეძახით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ცოტა ისეთი კითხვა ზოგადად რაღაც ბოლო პერიოდში ვამბობ კი რა და უკვე დაახლოებით 10 წელია. რაღაც მეხსიერება ცოტა მეხსიერების პრობლემები მაქვს რაღაც ესე ვთვლი და ესე ვფიქრობ თუ თქვა ადრე ძალიან მათემატიკური გონება მქონდა და ყველაფერს აბსოლუტურად ვიმახსოვრებდი უკვე დიდი ხანია რომ რაღაცნაირად მახსოვრობა აღარ მაქვს ისეთი როგორიც თქვა ადრე მქონდა. ამან თავიდან რაღაც ცოტა დეპრესიული ისის გამოიწვია, მაგრამ მე მივხვდი რომ რაღაც ასაკობრივად ცოტა სხვა ეტაპზე გადავედი. ხო, რაღაც მათემატიკური აზროვნებიდან და იმიდან მეხსიერებიდან გადავედი უფრო დიდი სურათის დანახვაში და რაღაც უფრო სიღრმისეულ ხედვაში სამყაროზე და მომწონს რაღაც კუთხით ის არ მომწონს რა თქმა უნდა რომ ყველაფერი მავიწყდება უნდა გავიხსენო, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ რომ ეს არ არის წაშლილი, სადღაც ინახება. კი, არასნობრივად სადაც ილექება აუცილებლად. კი, იმიტომ რომ აი რაღაც მომენტი მაქვს ხოლმე თქვა ხანდახან აი ძილის წინ, აი ჩაძინებამდე რამოდენიმე წამი შეიძლება წარსულში ისე მოგზაურო თქვა 25-30 წლის წინანდელი რაღაც კონკრეტული დღე მომენტი გავიხსენო უცებ რომ აი ხვდები აი ყველაფერი გარემო, სუნი, აი ყველაფერი იმაშება და ნუ ეს მამშვიდებს რომ ეს წაშლილი არ არის და სადღაც შენახულია უბრალოდ ამდენი ინფორმაცია რომ მოდის ალბათ ტვინი იმაშება. რაც შეეხება ყველაზე ადრინდელს რაც მახსოვს ბავშვობიდან არ ვიცი ეს რეალობაა თუ ჩემი წარმოსახვაა ერთადერთი მახსოვს არ ვიცი რამდენი წლის ვიყავი ალბათ 2-3-ის ვიქნებოდი რომ უცებ რაღაცნაირად ჩემ ტვინში მივხვდი რომ რაღაცას ვაზროვნებ მე თვითონს. აი ვფიქრობ რაღაცები ჩემი შეხედულება მაქვს და ჩემს გარშემო მყოფები აი ეს მახსოვს რომ ჯერ თავიდან მეგონა რომ მარტო მე ვაზროვნებ და სხვები ვერ აზროვნებდნენ. და მე ალბათ შემდეგი ეტაპი იყო უკვე როცა უკვე მივხვდი რომ სხვანაირი რაღაცა არის სამყარო. თითქოს რაღაცნაირად ჩემ თავში ვნახე რომ მექანიკური რაღაცეებიდან გადავედი უკვე აზროვნების იმაზე. ესე მახსოვს. ცნობიერის ჩანასახი. ხო, აი ესე მახსოვს. არ ვიცი ესე იყო თუ არა და დღეს მე მოიფიქრა შემაგონებამ. თუმცა რა ვიცი, ეს მომწონს მე რომ აი რაღაც სიზუსტე არ არის და რაღაც ცოტა ისეთია რა, წარმოსახვაში უფრო არის. ეს იყო ჩემი პირველი რაც მახსოვს. ამის გარდა თუ დღევანდელობასთან დავაკავშირებთ ბავშვობაში მორცხვი ბავშვი ვიყავი ძალიან და მიჭირდა ხალხთან რაღაც გაცნობა თქვა მახსოვს ბაღში თქვა ყოველდღე ახალი გოგო მომწონდა, მაგრამ ვერც მივდიოდი, იმაშვებოდი და აქედან გამომდინარე რომ ვიყავი მორცხვი, ამიტომ ჩემი წარმოსახვითი უნარი უფრო ძლიერი იყო რაღაც კუთხით რა, სულ ფიქრობდი რომ აი დავძლიე მე ჩემი ეს შიში კომპლექსები და თქვა ესე შევხვდი, ესე გავაკეთე, ისე გავაკეთე, რამაც ჩემი აზრით სამომავლოდ დიდი ის გააკეთა და ნუ რაღაცნაირად ჩემ შვილსაც რო ვაკვირდები, ჩემი აზრით ყველა ადამიანს საწყისად აქვს ერთი და იგივე შესაძლებლობა უბრალოდ რას როგორ განავითარებ და ჩემ შვილთან ვავითარებ ძალიან ამ წარმოსახვით უნარს, იმიტომ რომ ეს გვეხმარება რომ სამყარო უფრო კარგად აღვიქვათ. სადღაც 2 წლის იყო თუ 2 წელზე ცოტა მეტის იყო რომ დავიწყეთ თამაში წარმოსახვითი ადამიანების. თუმცა სამეგობრო ვყავდა, ვითომ ჩვენ
ერთ ტოლები ვართ და მეგობრები ვართ და ის თავის შვილზე როგორც თავის თავზე ლაპარაკობდა, როგორც თავის შვილზე და ამან ძალიან განუვითარა სხვათა შორის ეს წარმოსახვითი უნარი. და აი ესე მგონია რომ თუ საწყისში ადამიანი ამის განვითარებას იწყებს, არ არსებობს რომ რაღაც მომენტში არ დაუბრუნდეს ამას. ესენი არიან ჩემთვის ამიტომ ხელოვნება და კულტურა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რაც ამით საზრდოობ, ასე ვთქვათ, და ეს ამ ადამიანებს უბრალოდ სწორ მომენტში სწორად განავითარეს ეს. თუ არ განავითარეს, მაშინ უკვე ძალიან ესე ზუსტ მეცნიერებებში მიდიან, სადაც ნაკლებია უფრო ეს წარმოსახვითი უნარი. თუმცა ზუსტ მეცნიერებებში მაინც ჩემი სუბიექტური აზრით მანაც არის რაღაც რა ეხა მაგალითად ვინც გარღვევას ახდენდა, ხო, აი მაგალითად იგივე მან სულ წარმოსახვის მომენტი ქონდა. ძალიან რთულია რომ მარტო იმით გაარღვიო რა. აი ძალიან დიდი მეცნიერები ჩემი აზრით სულ ქონდათ აი ამ ორი სინთეზი, წარმოსახვის და აი ამ ზუსტი რაღაცეების რა, იმიტომ რომ აი ეგ რა თქმა უნდა, რომ დაშვებები რა, ხო, აი დაშვება არის მაგრამ ყველაზე. მე უფრო ვამბობ აი როგორ მიმართულებებს, აი რაც სიზუსტესთან არის კავშირი, აი ვთქვათ იურიდიული მიმართულება. მესმის ასე. კონკრეტულად აი კანონია. მესმის, კი. აი მაგათთვის აი მეც კინოს კუთხით მე ხშირად მქონია შეხვედრა, აი სულ ხვდები ხოლმე ვინ არის იურისტი და ვინ სხვანაირად იმაშვება. აი ბოდიშს მესმის კარგად არიან, მაგრამ დაახლოებით ამას ვამბობ. ამიტომ ჩემი ცხოვრებაც ეგრე იყო, რაღაც ისეთ იმაში ვიყავი მათემატიკური მიმართულება, უფრო აი სიზუსტე რაღაცა, მაგრამ მე ჯერ ბავშვობაში მოხვდი კინოში, მე დავკარგე ეს რაც მქონდა ოცნება და მე თავის ისე მოვიდა. ამაზე შემიძლია მე ვისაუბრო. ხო, აი ეგ შეკითხვა მაქვს ზუსტად შემდეგი, რომ ეს ბავშვობის მომენტი, ერთია რაღაც პირველი მოგონებები და ინტერაქცია სამყაროსთან და მე არის ბავშვობა, ხო, რომელიც უკვე რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი იმას აკეთებს, რა ჩამოყალიბებაში იმასთან ასած დღეს ხარ ადამიანი რა და ეს ბავშვობა როგორ გახსოვს, როგორი იყო შენთვის ბავშვობა და სად იგრძენი რეალურად, რომ აი მუდმივ ცვალებად სამყაროში ხარ რა. მით უმეტეს დღევანდელ ჩვენ რეალობაში ხო ეს ფაქტია და სახეზეა ყველაზე მეტად ვიდრე ისტორიულად ოდესმე ყოფილა. იმიტომ რომ ადრე რომ გადავხედოთ ისტორიას, ძალიან უამრავი თაობები ერთ თითქოს სტატიკურ რეალობაში იყვნენ, გარშემო რაღაც ისტორიები იცვლებოდა, მაგრამ არ იცვლებოდა, ესე ვთქვათ, ყოველდღიური მათ შორის კიდაც ნივთები, ხო, რომელიც დღეს საერთოდ ერთი თაობა იცვლის თავიდან ბოლომდე ამ ყველაფერს. და ეს მაინტერესებს, აი ცვალებადობა როგორ იგრძენი და აი როგორ იყო შენ ბავშვობა მაგხრი. ხო, ცვალებადობა ვიგრძენი, იმიტომ რომ ალბათ ყველაზე 90-იან წლებში ვინც არა ბავშვობა, ყველას ახსოვს. საბჭოთა კავშირის დროს დავიბადე, პატარა ქალაქში ვცხოვრობდით, ჩვენ ჭიათურაში ვცხოვრობდით და 90-იანების დასაწყისში უკვე თბილისში გადმოვედით, ყველას ახსოვს. აი საბჭოთა კავშირის დანგრევის მომენტი გახსოვს? დანგრევის მომენტი არა, მაგრამ აი საბჭოთა კავშირის რაღაც პარადები და რაღაც მახსოვს კი. აი ხარო დავფიქრდი, აი მაგიტო აი ესე თითქოს აღარ მახსოვდა, მაგრამ საბჭოთა კავშირი რო ვახსენე, მახსოვს აი ჭიათურაში რაღაც ცენტრში ეს პარადი იყო თუ რაღაც აი ეგის მახსოვს ბერლინის კედლის ამბები მახსოვს და ნუ დამოუკიდებლობის 9 აპრილიც მახსოვს ესე ტელევიზია. აი რამხელა ხარ მაგ დროს და? მაგ დროს 7 წლის 6-7 წლის ვარ და ნუ ეგ მახსოვს. ამიტომ ამ სადღაც შენახული ეს ყველაფერი. სამყარო რო ცვალებადია, თავიდან მე ჩემი პრობლემა იყო, რომ ხასიათი მქონდა ცვალებადის. ანუ ზოდიაქოს დღესაც დიდად ესე ბოლომდე არ მჯერა ზოდიაქოს, მაგრამ ნუ რაღაც მომენტებში მჯერა. ტყუპები ვარ ზოდიაქოთი და აი სულ მქონდა რომ რაღაც ხასიათი უეცრად მეცვლებოდა რა, რაღაცის გამო და მე რაღაც პერიოდი უკვე რო გავიგე რომ ზოდიაქოც არსებობს, რაღაც ისე ვიყავი რომ აი ეხა ცუდი პერიოდი მაქვს და ნუ რაღაც ერთი ამას აბრალებს. ვიყავი ცუდად, ანუ აღარც ვებრძოდი ამას და ნუ რაღაც უკვე საკმაოდ გვიან ალბათ 30 წლის რო გავხდი, მე ვისწავლე რაღაცნაირად ჩემი განწყობის და ხასიათის კონტროლი. და ნუ რადგან ხასიათი ცვალებადია, სამყარო ცვალებადია და მით უმეტეს იმდენი იმხელაცვლილებები მოხდა ჩვენს გარშემო, აი ვინც ვთქვათ საბჭოთა კავშირის დროს ბავშვობა და მე 90-იანებში ქონდა ბავშვობა, ნუ ეგ უკვე ჩვეულებრივი რეალობაა. თუმცა დღეს ძალიან სწრაფად იცვლება სამყარო, მაგრამ ცოტა დრო გვაქვს ჩვენ თავთან ყოფნის. აი მახსენდება ვთქვათ სტუდენტობის პერიოდში, როცა მობილურები იმდენად არ იყო,
ტრანსპორტით რო დავდიოდი, აი რამდენ ხანს ვიყავი ჩემ თავთან, აი ვფიქრობდი ჩემ მაშინ არც ტელეფონი მქონდა, არაფერი ისეთი. აი ეგ იკარგება სამწუხაროდ, აი თითქოს ბევრ რამეს ვასრებთ, მაგრამ ამ დროს ბევრ რამეს ვერ ვასრებთ, ხო? აი თუნდაც ძველ პერიოდში ადამიანი რამდენ ინფორმაციასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში იღებდა, რამდენ ადამიანსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ხვდებოდა, ჩვენ ერთ დღეში ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ეს კარგია თუ ცუდი, რა ვიცი, რთულად სათქმელი, ყველაფერს თავის პლუსები და როგორი ნელი იყო სამყარო თვითონ ახლა იმ დღეს ვიყავი ყაზბეგში და რაღაცა გზაში გავიჭედით რა მოკლედ რა და მე შევმეგობა რომ მოდი ChatGPT-ს კითხეო რა, ჩვენ ხო გავიჭერეთ, აი მაგალითად 2-3 საუკუნის წინ რამდენი ხანი უნდებოდნენ ყაზბეგან ჩასვლას და ნუ იქ ისეთი პასუხები მოვიდა, რომ აი გამოგიჟდით რა, რომ აი რაღაც 2 კვირა შეიძლება თბილისიდან ყაზბეგის გზაზე ყოფილიყავი და რო წარმოვიდგინეთ ხო ხა ეგ და ეგ ხო რას ნიშნავს რომ ანუ შენ შევა გეცხოვრა ყაზბეგში და არასდროს არ გენახა თბილისი რა და რაც ლოგიკურიც არის და ალბათ 95% ეგრეთ ცხოვრობდე, იმიტომ რომ ხა ვიღაცა შევა რაღაც საქმე ქონდა, მაგრამ საქმეც ექნებოდა აი 5%-ს და 2 კვირაში ყველა არ იქნებოდა. ბევრად თქმა უნდა. ბევრად უფრო ანუ ჩვენ საწყისთან უფრო ახლოს იყვნენ მაშინ ეგრე მგონია ვიდრე ჩვენ ვართ ეხლა თითქოს უფრო განათლებულები უფრო მეტი ცოდნით მაგრამ აი ეს ბუნებასთან კავშირი ნაკლებად გვაქვს ჩვენ. კი. ხო და ამიტომ რა ვიცი საინტერესოა. ხო აი მე მაგას აი ეს ცვლილებებზე რო ვთქვი მეც როგორ უყურებ მაგას რომ ჩემთვის ეს პერიოდი ეხა ჩვენ რაც მოგვიწია მე 20 საუკუნის ალბათ და 21 საუკუნეც არის რაღაც ყველაზე გარდამავალი პერიოდი იქიდან რომ აი ეს ბუნების ფაქტორი რაც ვთქვი თითქოს შორდებით ამ ბუნებას და დღეს რომ შევხედოთ ეხლა გინდათ აი კინოზეც რო გადავალთ მაგრამ არ მარტო კინოზეც ხო ყველგან გენური ინჟინერიით დაწყებული რავი რობოტიკა ავიღოთ გინდათ AI სხვადასხვა მიმართულებებით სადღაც ადამიანსა და ტექნოლოგიას შორისაც კი იკარგება უკვე ზღვარი, ხო? სადღაც ჩვენსა და ტექნოლოგიას რაღაც ერთობლივი ჰიბრიდი შეიძლება გავხდეთ, რაც ავტომატურად ბუნებას, ახლა დღეს ჩვენ ბუნება კიდე მოგწონს, ხო, რომ ხედავთ სიმწვანეს რაღაც ჰაერი, იმიტომ რომ ეგ ვართ, ხო? ჰაერის გარშე შეუძლებელია ჩვენ, მაგრამ რაღაც ეტაპზე შეიძლება საჭიროებაც აღარ იყოს ამის, ხო? რაღაც განვითარების შეიძლება 22 საუკუნეში გახდეს უკვე ეგეთი, ხო? ადამიანის რაღაც შემდეგი არსება რაც იქნება და აი და ის იქ შეიძლება მშვიდად იყოს და ჩვენ შეიძლება ყველაზე გარდამავალ პერიოდში რო ვართ, იმიტომ ეს турბულენტური რეალობა გვაქვს რა. თან ეს ბუნების მომენტი მოგწონს და თან მასე მაინც დამოკიდებული ვართ და თან ეს რაღაც ნოსტალგია რო იქ აღარ ვართ და თან ეს ტექნოლოგიები, რომელიც აქეთთან გვეკაჩება და რაღაც შუაში გავიხლიჩეთ თქოს რა. შეიძლება ხო შემდეგ თაობებს საერთოდ ბუნებასთან მაგას ვამბობ. ხო და ეს წუხილის და დარდით და ეს ნოსტალგია რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, იმათ აღარც გქონდეთ უკვე რა. მაგაზე მიფიქრე უბრალოდ. აი თვითონ კინოსაც ცხოვრების აჩქარებას თუ დავაკვირდებით, აი ჩემთვის ახლა კინო სხვა ის არის, ჩემთვის ატმოსფეროა და რაღაც ის არის, მაგრამ რამოდენიმე ჩემს მასთან შევამჩნიე, რომ რაღაც 80-იანი წლების რაღაც ფილმი გადიოდა ტელევიზიით, იმაში ტელევიზორში უყურებდით და უყურებს და რანელა მიდის ყველაფერი. ანუ იმენად აჩქარებულია ყველაფერი, რომ აი ძველი ფილმები უკვე ძალიან ნელი გონია, იმიტომ რომ ეს ტემპო რიტმი და გონების აღქმაც ძალიან აჩქარებულია. ეხლა თანამედროვე კინოს და სერიალებს განსაკუთრებით თუ შევხედავთ, ხედავთ რამდენად სწრაფად ვითარდება სიუჟეტი, იმიტომ რომ ეს არის მოთხოვნა უკვე ტვინის და აი ეს არის აჩვენებს პირდაპირ კინოც ცხოვრების და რაც სავარაუდოდ ალბათ აისახება საბოლოოდ ძალიანაც ხო ფილმს და კინოს უკვე ისახება. კი. თუმცა საავტორო კინოში მაინც დარჩენილია ეს რაღაც სინერლე რაღაც უფრო ის ფერებიც ისეთი რომ რაღაცნაირად თან კინოს უყურებ და თან შენ ქვეცნობი ერთად დაბრუნებს. ის ფილმები გასართობად კარგია ვთქვათ, ის უყურებ სერიალებს ძალიან მიყვარს, მაგრამ არ არის აი ეს რაღაც შენ საწყისთან არ გაბრუნებ. ჩემი აზრით კინო ჩემი აზრით კი არა 21 საუკუნის ალბათ ყველაზე ესეთი ძლიერი ხელოვნების მიმართულებაა, რომელსაც ძალიან დიდი ეფექტი აქვს, ხო? რა ვიცი, მე მინახავს ბევრი ადამიანი, ვინც თქვა სპორტს არ უყურებს, რაღაცას არ იმაშვება, მაგრამ ეგეთი ადამიანი არ შემხვედრია, ვინც საერთოდ უყურებს. ხო, ეგ მართლა ის არის, ხო, იმიტომ რომ შეიძლება მუსიკას არ უსმენდე დიდად, მაგრამ კინოს ვიღათ რაღაც კინოს მაინც უყურებ, ხო? ნუ ეგ არის. აი ეგ შეკითხვა მაქვს და ანუ აი ვისაუბრეთ რაღაც ჩემს ბავშვობაზე, აი თვითონ კინოსთან როგორ აღმოჩნდი რა, აი სად ის მომენტი თუ გახსოვს, სადაც აი გარდატეხის მომენტი რომ იგრძენი რომ აი ეხლა რაღაც აღმოაჩინე, იმიტომ ცხოვრება ხო ეგ არის რა, სულ რაღაცებს აღმოვაჩენთ და მე რაღაც ჩვენია, რაღაც ჩვენი არ არის და აი ეს მომენტი თუ ახსოვს შენ. კი,
კი, აი მან ზუსტად მშობლების ის ძალიან მნიშვნელოვანია. 90-იანი წლები დაახლოებით 94-15 წელი იყო და რა ვიცი, რა ცხოვრებაც იყო ყველა მიცის და რაღაცათო დედაჩიმა გადაწყვიტა და შემიყვანა ესეთი სტუდია იყო Art Hall-ი, გოგა პიპინაშვილის სტუდია და იქ მიმიყვანა საკმაოდ ისეთი დააკომპლექსებული ისეთი ბავშვი ვიყავი, მაგრამ როგორც ჩანს სამსახიობო უნარები კარგი მქონდა. ამხელა იყავი ბოდიში მან? მან ვიყავი 13 წლის დაახლოებით, 12-13 წლის და ვიზუალურადაც ისეთი ვიყავი, რაღაც დიდი ხუჭუჭი თმები მქონდა, ძალიან გამხდარი რაღაც საინტერესო ტიპაჟი ვიყავი. და დავიწყეთ რაღაც დავდიოდი რა აქ ცეკვა ის იყო და ასევე მსახიობის ოსტატობასაც ვსწავლობდი და რაღაც ისე მოხდა რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტიპაჟი მე ვიყავი რა ამ იმაში და რაღაცები გადავიღეთ საფრანგეთში ვიყავით წასული ვიღებდით ასე შემდეგ და სხვათა შორის ვარ გადაღებული ასევე პირველი ვიდეო რეკლამა რაც კი არსებობდა საქართველოში თეონა ჯორბენაძემ გადაიღო 15-16 აი დაახლოებით 6 წლებია და მაგ ვიდეო რეკლამაში ვარ გადაღებული რაღაც რუსთავის აზოტის რეკლამა იყო. და აი ყველა კუთხით ერთ-ერთი მთავარი როლი მქონდა მე. და მაშინ აი ძალიან მინდოდა უკვე სამსახიობო კუთხით წასვლა. მე სკოლაც, ჩემი სკოლა ძალიან საინტერესო იყო, იტალიურ სკოლაში ვსწავლობდი და რაღაც ჩვენი ის ქონდა და იქაც სპექტაკლი ქონდა, რომლითაც იტალიაში წავედით და 2000 წელს ვამთავრებდი სკოლას და მინდოდა სამსახიობო მიმართულებით წასვლა. და სახში მაშინ ყველა მსახიობი მშიერია, სამსახურს ვერ იშოვე, რაღაც და აბა სად და მაშინ ეს ტელეკომუნიკაციები იყო განვითარებული, ხო, მაგთი და რაღაც ახალი ქსელები და ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე საბოლოოდ ამ ტელეკომუნიკაციებზე, საერთო სხვა მიმართულებაზე, რომ მე სამსახური მეშოვა რა. დაახლოებით ესეთი ის იყო. აშკარად ჩემი არ იყო, თუმცა მათემატიკაში ძლიერი ვიყავი ასე შემდეგ. მე ასევე პარალელურად ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე და ასე დავშორდი რა, ფაქტიურად შეხება აღარ მქონია არანაირი, არც კინოსთან, არც იმასთან. მაგის მჯერა რომ რაღაცა თუ შენია, მაინც დაგიბრუნდება როგორ. მე მაგისტრატურა დავამთავრე უკვე, ცოდნა, დიდად კარგი ცოდნა მივიღეთ, ხო ვერ ვიტყვი, თან მიმართულება საერთოდ არ მომწონდა. და მე დავამთავრე მაგისტრატურა უკვე ჯიპა სახელმწიფო მართვა, რომელიც ბევრად უფრო საინტერესო და კარგი იყო და რაღაც გარდამტეხი ეტაპი იყო ჩემი განათლებისთვის და ესე ვიყავი. მე რაღაც პროგრამაზე ვიყავი პრაღაში, წავედი, რაღაც summer school იყო და მე ამის შემდეგი პროგრამა იყო, ჩავაბარე იმაში, ამერიკაში იყო უკვე, ვაშინგტონში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, უნდა წავსულიყავი 3.5 თვით. იმაზე internship-ზე უნდა ყოფილიყავი და აი ამ მიმართულებით მივდიოდი. ყველაფერი გამზადებული მოწვევა $9200 დაფინანსება რაღაცა და შევედი ამერიკის საელჩოში ვიზაზე. და რომ არც მოველოდი რაღაცა და უცებ უარი მითხრეს ვიზაზე. იმდენად იქ ვიყავი გადართული, უკვე ვიცოდი ვისთან უნდა მეცხოვრა, რა უნდა გვეკეთებინა, სად მქონდა ეს ის რომ აი შოკი იყო ჩემთვის და აი ძალიან დეპრესიულ იმაში ვიყავი. აქ რა ასაკში იყავი? ეს ალბათ ვარ უკვე 21 წლის დაახლოებით, მაგისტრატურაზე დამთავრებული და უკვე აი სამსახური რომ და იმას ქონდა. აი ძალიან დეპრესიულ სიტუაციაში ვარ და არ ვიცი აი რაღაცა სამსახურს ველოდები თითქოს და ძილით გამოვდივარ, სულ მძინავს, არაფერს არ ვაკეთებ. და შემთხვევით უცებ ჩემი ჯიპადან აგზავნიან, რომ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში არისო ვაკანსია სამსახურზე. არც ვიცოდი თუ არსებობდა ეს ორგანიზაცია, რამოდენიმე წლის შექმნილი იყო და ვიფიქრე ხა ამ დეპრესიაში ვარ და მოდი აბა გასაუბრებაზე მაინც წავალ, მოდი ესე დავგეგმავ ამ გასაუბრებას, გავერთობი, ცოტა რაღაც გადავაყოლებ გულს და რაღაც ის leadership-ის რაღაცები მქონდა ჯიპაში ნასწავლი, ეს ხელებით საუბარი, რაღაც წავედი ამ გასაუბრებაზე. მივხვდი რომ ისინი იმათ არ ქონდათ ეს body language-ის ისინი ნასწავლი და მაქსიმალურად ისე ვიყენებდი რაღაც იმებს. და გასაუბრება ჩაიარა კარგად, მივხვდი რომ კარგად ჩაიარა და გამოვედი და სხვათა შორის ზუსტად კოტე ჩლაიძე რო ახსენეთ, კოტე იყო მაშინ დირექტორის მოადგილე და კოტე მირეკავს მეორე დღეს რომ გამარჯობათო, გადავწყვიტეთ რომ თქვენ აგიყვანოთ სამსახურშიო. და მე ისე ვიქედან ნასწავლი, დიდი მადლობა თქო, მოვიფიქრებ და დაგირეკავ.
რას მოიფიქრებო კაცო ხო სამსახურზე შემოტანე და ვიფიქრე რომ მოდი ერთი თვე ნახავ რა არის ეს სამსახური და კინოცენტრი რაღაცა და მივედი და ერთ თვეში რაღაც შემთხვევით ერთ-ერთი თანამშრომელი ვერ წავიდა კინოფესტივალზე და მე წავედი იმის მაგივრად და აიქ მივხვდი რომ ჯო მოვიწამლე საბოლოოდ რა და მაგას ვამბობ და გამოთქმაც არის რომ კინო არის ვირუსი ერთხელ თუ მოხვდები კინოში ამ კინოსფეროში მე ვეღარასდროს ვეღარ წახვალ და მე ჩემთან ერთად ვითარდებოდა ზოგადად კინოცენტრთან ერთად ვითარდებოდი მეც და ახალის დავიწყეთ რაღაც სამყარო აღმოაჩინეთ თავიდან ბერლინალეზე მარკეტზე წავედით კანში მარკეტზე ფაქტიურად ფილმების გადაღება თითქმის არ იყო რა იყო ბოლო თბილისი იყო 2005 წელს გამოსული ქონდა დიდი ისტორია საზღვარგარეთ რომ მივდიოდით ამათვე ჩვენი ფილმი მონანიება კანში იყო ამ დროს და მივხვდი რომ კინოინდუსტრიას არ აქვს ესეთი დიდი მეხსიერება რომ 80-იანი წლების თქვა ქართული კინო ახსოვდეს და მივხვდი რომ რაღაც ახალი ქართული კინო უნდა შეგვექმნა და ჩვენი ნიშა უნდა გვეპოვა და მე ვფიქრობ რომ დაახლოებით 2010 და დაახლოებით 2015-16-მდე ძალიან კარგად ვითარდებოდა ქართული კინო და ძალიან დიდი პოტენციალი ჰქონდა. თუმცა მე რაღაც ცვლილებები ის და ეხლა ძალიან პრობლემატურია უკვე სიტუაცია. ხო, ქართულ კინოს მაინტერესებს ძალიან რა, მან თვითონ განვითარების მომენტი საბჭოთა კინოსაც შევეხოთ ალბათ რა, იმიტომ რომ მაგ დროსაც ხო რაღაც ძალიან ბევრი რაღაცეთი გადავიღეთ, რაც დღემდე ჩვენთვის საკულტოა, ხო და მერე ეს გადასვლის მომენტი, როდესაც ვინგრევა საბჭოთა კავშირი და მერე რანაირი ფილმების გადაღება. აი ამ ისტორიას როგორ უყურებ რა მთლიანად ქრონოლოგიაში რო შევხედოთ რა ქართულ კინოს. ხო, საბჭოთა კავშირის დროს ქართული კინო იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საბჭოთა კავშირში და ზოგადად საბჭოთა კინოსკოლაც ძალიან ძლიერი იყო და ქართული კინო იყო ალბათ ერთ-ერთი წამყვანი ამ მიმართულებით არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ ქვეყნის გარეთაც, ხო? და რაღაცნაირად მოხდა ის, რომ თუნდაც ამას შეგვიძლია ვუყუროთ, თქვა დასაწყისიდან, როგორც კი კინოკამერა შეიქმნა საქართველოში, მაშინვე დაიწყეს კინოს გადაღება, ხო? აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში არის პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. ასევე ნუცა ღოღობერიძე იყო პირველი საბჭოთა ქალი კინორეჟისორი, რომელიც მე გადაასახლეს ლანა ღოღობერიძის დედა და ყველაფერში ძალიან ის იყო. პირველი საბჭოთა ფილმი, რომელმაც კანის ოქროს პალმის რტო მოიგო, იყო მოკლემეტრაჟიანი მაგდანას ლურჯა და პირველი სრულმეტრაჟიანი საბჭოთა ფილმი ეს იყო მიხეილ კალატოზიშვილის მიფრინავენ წეროები. ხო და აი მე 60-იანელები, ყველა ეტაპზე ქართული კინო იყო ძალიან ძლიერი და ეს რატო? იმიტომ რომ მე ერთხელ საიდან დავაკავშირე ეს, რომ სხვადასხვა ქვეყნებთან მქონდა ურთიერთობა ხშირად და აი ლიტველები გვეუბნეოდნენ, რომ აიო თქვენო ძალიან ნიჭიერი რეჟისორები გყავთ, აი პროდიუსინგის კუთხითო ჩვენები უფრო კარგები არიან, იმიტომ რომ აი ეს ძალიან კარგად იმაშვებიან და კარგი იქნება რომ ეს სინთეზი გავაკეთოთო. ხო, დიდი ისტორია თავის ფესტივალების კუთხით, დისტრიბუციის კუთხით, ქართული კინო იყო თან როგორც ხელოვნების ნიმუშს ძალიან მდიდრული ხო და თან სამაყურებლო იყო. აი რაღაცნაირად მოხდა ამ ნიშის დაჭერა, რომ თან სამაყურებლო და თან კინო, როგორც კინემატოგრაფიულად მაღალი მხატვრული ღირებულების. არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში, ხო? აი ვთქვათ, ვიცით ქეთო და კოტე რო გამოვიდა, 12 მილიონმა მაყურებელმა ნახა საბჭოთა კავშირში ეს ფილმი. ხო, ძალიან ბევრი ფილმი, ვთქვათ, მონანიება 56 ქვეყანაში გაიყიდა მე კანის კინოფესტივალის შემდეგ. საინტერესო იყო, რომ ჩინეთში მიწევდა ხოლმე შანხაის კინოფესტივალზე და პეკინის ფესტივალზე ქართული ფილმები ჰქონდა, დიდი პრიზები აიღო და აღმოვაჩინე, რომ საბჭოთა კავშირის დროს ქართული ფილმების დისტრიბუცია ხდებოდა ჩინეთში ძალიან აქტიურად. მათ შორის ისეთი ფილმების, როგორიც არის უფრო სამაყურებლო, ხო? ჭრიჭინა, ვთქვათ, აბეზარა, ესენი იმდენად პოპულარული იყო, რომ ერთ-ერთ კინომუზეუმში ფუჟოუში ვიყავი, რაღაც ძველი კინომუზეუმი იყო და ვიღაც ქალი იყო და ლეილა აბაშიძე მეგონა, რომ ლეილა აბაშიძე. თუმცა თურმე ლეილა აბაშიძე არ ყოფილა, მაგრამ ამ კინოს იმხელა გავლენა ჰქონდა, რომ
ამ მსახიობზე სტილიც კი ლეილა აბაშიძის ისე უფრო მეცაც გეტყვი. იმდენად ანუ ჩვენთანაც ხო ჩინური ფილმები იყო პოპულარული, სხვა თვითონ ბავშვობიდან ჩარჩენილი მაგ და იმიტომ ჩინური ის ძალიან მიყვარს, ანუ აი ეს არქიტექტურა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ აი ჯეკი ჩანის და იმ კუნგ-ფუს ფილმებს უყურებთ. აღმოვაჩინე რომ ალბათ თქვენც იცით რომ რამოდენიმე ქართული სიმღერა ძალიან ცნობილი იყო და არის ჩინეთში, მათ შორის არის სულიკო, რომელსაც რაღაც ტრენაჟორებზე ვიყავი და ვიღაცა მღერო და იმაში გასახდელში ვიღაც კაცი მღერო და მართლა და ჭრიჭინა იყო ძალიან პოპულარული. და ჭრიჭინას და ერთ-ერთი საკულტო სიმღერა ჭრიჭინა იყო დღევანდელი ვინც არის სი ძინპინის მეუღლის ერთ-ერთი მთავარი სიმღერა. ის იყო ცნობილი მომღერალი და მღეროდა ჭრიჭინას ერთ-ერთი მთავარი ის იყო. სხვათა შორის ეს ქალი იყო. მაგარი რაღაცები გავიგე. გავლენიანი ქალი იყო და სი ძინპინი რომ გახდა პარტიის ხელმძღვანელი და რაღაცა დიდი დამსახურება ამ ქალისაც. თუმცა ეხა გააქრეს რომ ადრე რომ მუსიკოსი იყო და მომღერალი იყო, მაგ ისტორიას აღარ იმაშვებიან. თუმცა მე მოსმენილიც მაქვს როგორ მღერის ჭრიჭინას ეს. ხო და ანუ ეს იყო რა ქართული კინო, ანუ ძალიან დიდი, თქვათ, იაპონიაში ძალიან ცნობილი იყო ფიროსმანი, გიორგი შენგელაიას ფიროსმანი და მაგ ფიროსმანით ასწავლიდნენ უნივერსიტეტებში, როგორც მან და ასევე სან-ფრანცისკოში. ანუ აღმოვაჩინეთ უცებ, რომ ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა საბჭოთა ანუ მე აღმოვაჩინე, არ ვიცოდი ეხლა იყო ხალხი რომელმაც, მაგრამ ეს რაღაცნაირად შევკრიბე, რომ ეხლა ჩინეთში თუ ასეთ პოპულარული იყო ქართული ფილმები, ალბათ ბევრმა არც იცის და ალბათ აღარც ახსოვს მაშინ სოვექსპორტ ფილმს გაქონდა და ასე შემდეგ. 90-იანების წყვეტა იყო, მე არანაირი ფილმის გადაღება არ ხდებოდა და ნუ ყველაზე დიდი რაც მოხდა იყო ეს კინოცენტრის შექმნა. ანუ მანამდე როგორ იყო საბჭოთა სისტემა იყო, რომ სახელმწიფო სტუდიები იყო და ამ სტუდიებს აფინანსებდა სახელმწიფო მთელ პროცესს, ანუ არ არსებობდა პროდიუსერის ინსტიტუტი, თავიდან ბოლომდე კონვეიერული სისტემით აკეთებდა კინოს, რაც ძალიან კარგი იყო. და თავის დროზე ეს როგორ შეიქმნა, ხო? კალატოზიშვილი, იგივე კალატოზოვი, სტალინმა გაუშვა ჰოლივუდში, რომ ესწავლა იქაური სტუდიები როგორ მუშაობდა და ზუსტად იგივე მოდელი გადმოიტანეს აქ. მაგრამ დამოუკიდებლობის შემდეგ ეს მოდელი, სადაც სახელმწიფოს წერს სცენარს, აიღებს ფილმს, უშვებს დისტრიბუციას აკეთებს, ეს მოდელი, რა თქმა უნდა, შეუსაბამო იყო და სწორედ ამიტომ 2000-იანი წლების დასაწყისში 2000-2001 წელს ღვაწლმოსილი ქართველი რეჟისორების მეშვეობით, მათ შორის ელდარ შენგელაია, რომელმეც რამოდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ზუსტად, ოთარ იოსელიანი, ასევე სხვები და სხვები, შეიქმნა ეროვნული კინოცენტრი, ზუსტად ფრანგული კინოცენტრის მოდელზე, რომელიც იყო ფონდი, იღებდა პროექტებს და აქედან გამარჯვებულებს აფინანსებდა რაღაც ნაწილი თანხით. და რაღაცნაირად ეს სისტემა საკმაოდ ისეთი გამოდგა, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მინიმალური დაფინანსება იყო ყოველთვის სახელმწიფოსთვის კინო იყო მეათე ხარისხოვანი, ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები უკვე დამატებით დაფინანსებას მოიპოვებდნენ ევროპაში და იღებდნენ ფილმებს, რომლებსაც იყო წლები, როდესაც თქვათ ქართული ფილმების თქვათ 3-4 ფილმს ვიღებდით სრულმეტრაჟიანს და აქედან ყველას პრემიერა ხდებოდა A-კლასის კინოფესტივალზე. 2013 წელს მაგალითად ოსკარის შორტლისტში იყო 2 ქართული ფილმი, მანდარინები და სიმინდის კუნძული. მანდარინები მერე ნომინანტი გახდა. ესეც პატარა ქვეყნისთვის საავტორო და საფესტივალო ფილმების მიმართულებით ესეთი წარმატება იყო ძალიან დიდი და იწერებოდა კიდეც რაღაც 2014-15 წლებში დიდი მოლოდინი იყო, რომ თქვათ საქართველოსდან იქნებოდა საქართველო იყო ახალი კინოტალღა ევროპულ კინოში. და მაგრამ სამწუხაროდ ეს მომენტი ჩვენ გავუშვით. სახელმწიფოსგან ძალიან მინიმალური მხარდაჭერა იყო და ეხლა საერთოდ აღარც არის მხარდაჭერა. თუმცა კიდევ ამ პერიოდშიც იგივე მანდარინები თქვა 20 ქვეყანაში გაიყიდა, 20 დიდ ქვეყანაში კინოთეატრალური დისტრიბუცია ჰქონდა. იგივე ჩემ ბედნიერი ოჯახი Netflix-ზე იყო და საფრანგეთში გამოვიდა კინოთეატრებში, სადაც 60,000-მა მაყურებელმა ნახა. ძალიან ბევრი ქართული ფილმი მაინც ახერხებს აი ამ დიდ დისტრიბუციას სხვადასხვა ქვეყნებში. ხო, აი დღეს რეალურად შენს თქვი რომ ანუ შეიძლება ითქვას რომ რაღაც კრიზისში ვართ ისევ თავიდან, ხო ალბათ. მაგრამ მე როგორც რაღაც მაინტერესებს რა, ანუ
ხედავთ ხო კინოს განვითარება მრავალმხრივ ხდება ეხლა რა და ნუ აი ალბათ შეგვიძლია ზუსტად იმ AI-ის თემაზე გადავიდეთ რომელიც ცვლის და მომავალში ალბათ კიდე ბოლომდე შეცვლის ხო ჩვენ უკვე ხედავთ მაგალითად მსახიობებს რომლებიც დიდი ხნის უკვე კურები გარდაცვლილები არიან და თავიდან რაღაც ხელოვნური ინტელექტის მიერ არის ხოლმე აღდგენილი ხო მაგალითად Star Wars-ში იყო ერთ-ერთი ეპიზოდი ეს საკულტო გენერალი რომელიც ამ spaceship-ის გენერალი არის რომელიც დააბრუნეს და თუ არ იცი რომ ხელოვნური ინტელექტისგან არის ეს ვერც მიხვდები მართლა ვერ მიხვდები რა აი რო იცი და მე რო ესე უყურებ მე ხედავ იქ რაღაც დეტალებს ხედავ რა მაგრამ რო არ იცოდე მართლა რა 99% ადამიანს უბრალოდ ვერ მიხვდება რომ ეს ადამიანი უკვე წლების მყდარ იმიტომ რომ ეს 70-იანებში უკვე ეს ადამიანი იქ ფილმში უკვე არის სადღაც 70-მდე თითქოს და ეხა 2022-ში თუ რაღაცა ხედავთ იგივე ასაკის ადამიანს, მაგრამ აი ძალიან თავისუფლად ჩაანაცვლეს. ნუ ეს ერთი მიმართულება ვთქვი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რა გამოდის, ხო, რომ ანუ მსახიობი, ანუ ადამიანი ნებისმიერ ეგილი აღადგინო, ხო? ეგ ერთი. მეორე მხრივ ეხლა ვხედავთ ამ ჯერ პატარა ვიდეოებს, მაგრამ როგორ აკეთებს ეს AI სულ რაღაცა რამდენიმე წამიანებს, მაგრამ მანდაც ხო შეზღუდვა აჯერ. კი, მაგრამ მანდაც უკვე რეალობის გარჩევა ძალიან რთულია. მანდაც არის დეტალები რაღაცეები, რომელსაც უყურებ და ნუ რო იცი რომ ხელოვნური ინტელექტია მაგასაც ხედავ, მაგრამ მანდაც ეს ზღვარი ალბათ მანდ წაიშლება. მაგის მაგალითი არის Will Smith-ის ვიდეო რო არის ხო, სპაგეტის რაღაც რო ჭამს და სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში როგორი რეალურია და იმ ვიდეოში კიდე ვიცით რომ აი ძალიან არაბუნებრივად გაწელილი და ის არის კადრებია რა და ხო და აი ამის ფონზე რა ხდება შენი აზრით კინოში დღეს და მე როგორც მოდი ვისაუბროთ როგორც ზოგადადაც მე შევეხოთ ქართულ რეალობასაც და არა მარტო ქართულს პატარა ბაზრებისთვის პატარა ქვეყნებისთვის რამდენად შეიძლება იყოს ეს ან საშუალება ან პირიქით რომ უფრო შეგვიშალოს ხელი აი ამას როგორ უყურებ იმიტომ რომ შეიძლება ერთი მხრივ აგერ ვთქვათ რომ თუ ეს სისტემა ძალიან განვითარდა აგერ სახლში დაждდება ადამიანი აღარ ძვირადღირებული დიდი ბიუჯეტი ჭირდება და შეიძლება სახლში გააკეთოს გემოვნებიანად AI-ის გამოყენებით აი ამას როგორ უყურებ კინოში აი ძალიან ზოგადად ყველანაირი ტექნოლოგიების განვითარების ძალიან მოყვარული და მომხრე ვარ. თუნდაც გადახვევას გავაკეთებ მიუხედავად იმისა, რომ კინოში და იმაში ვარ, კრიპტოში ვარ ძალიან აქტიურად და დიდი ხანია ჩემთვის ბიტკოინი და კრიპტოვალუტა არის ძალიან საინტერესო. ნუ ამ დიდი ხნის წინ შევედი, თუმცა მაშინ ცოდნაც არ მქონდა. დაახლოებით 10 წლის წინ დავიწყე და ნუ მიყვარს ძალიან ეს ისა და ხელოვნურმა ინტელექტი რო გამოვიდა, ჩემი აზრით ძალიან დიდი შესაძლებლობები მოგვცა, აი ზუსტად რაც ვთქვით, ხო? რომ ანუ რა იყო თქვათ კინოში ხო ჰოლივუდური ფილმის მთავარი პლუსი და მეტი შესაძლებლობა იწყებოდა იქედან რომ კინოს გადაღება იყო პირდაპირ ბიუჯეტზე დამოკიდებული ხო კინოს ბიუჯეტზე განსაკუთრებით მე ვლაპარაკობ ბლოკბასტერებზე ან ისტორიულ ფილმებზე ხო სპეცეფექტები სხვადასხვა მასიური სცენები და ასე შემდეგ, რაც აი პირდაპირ იყო კავშირში ძალიან დიდ ბიუჯეტთან, რასაც საქართველოს თქვა ქართველები ვერაზროს ვერ გავაკეთებდით, ხო? AI რაღაცნაირად ამ ზღვარს უკვე იმაშვება. იმიტომ რომ შესაძლებლობებს იძლევა რომ აი production value რასაც ქვია, აწიო იმ დონეზე, რომ აი ადამიანი ვერ მიხვდეს და იყოს ჩვეულებრივად ჰოლივუდის დონე. ხო და ეს გვაძლევს შესაძლებლობებს და ფანტაზიის უნარს გვაძლევს უკვე ხო ადრე თუ რეჟისორი თუ სცენარისტი წერდა იმ რეალობიდან გამომდინარე სცენარს რის გადაღებაც შეუძლია ეხა შეიძლება გააკეთოს ხო თავის ვიზუალიდან დაწყებული ნუ სცენარის განვითარება და იმაში შეიძლება რა თქმა უნდა ძალიან კარგად გამოყენება მაგრამ არ უნდა მიენდო რომ ვისწავლეთ ChatGPT თავიდან აღმოჩენა იყო მაგრამ მე მივხვდით რომ ცოტა შტერილი ვარ და ძალიან მარტივად იმაშოვა თუ კარგად არ გამოიყენე ძალიან ზედაპირულად იმაშოვა სწორედ ეს თორე გატყუებს ანჩაულობს და თან არ იმჩნევს რომ თან გაქევს რა მაგარი ლიქნელია რა მაგარი ადამიანი მივხვდით რომ ცოტა ვასრულებთ რაღაც ესე არის სცენარშიც ხო აი სტრუქტურას რაღაცას კარგად გიწერს ძალიან მაგრამ შენ შიგნით უნდა იმუშაო
რომ კარგად გამოიყენო ეს ის და ეს ხო სცენარიდან დაწყებული ვიზუალზე ჩვენ მე გადავალ ზუსტად რასაც ვაკეთებ ჩვენ და ვიმყავს თიმში რა როგორი მას ვქენით ვიზუალში იმხელა შესაძლებლობებს იძლევა რომ აი არ ვიცი ხა ერთადერთი პრობლემა მაინც არის ეს არის ადამიანის ბუნებრიობის აღქმა. ზუსტად აი რასაც ამბობდი ჩვენ თიზერი გავაკეთეთ პირველი საიდანაც დავიწყეთ პროექტი გვაქვს ანდრო ჭიჭინაძესთან ერთად. ნახე გვიდა 7 უმაღლეს მწვერვალზე უნდა ავიდეს რაღაც ვაპირებდით რომ იანვარში უნდა გადაგვეღო პილოტი კილიმანჯაროზე უნდა წავსულიყავით და ნუ მოხდა ის რომ ანდრო დააპატიმრეს და პროექტით წინ ვეღარ მივდიოდით და სწორედ მაშინ გავაკეთეთ პირველი ეს თიზერი. აი ვისაც ვაჩვენებდი ამ თიზერს რომ აი ნახეთ მოდი ჩემი ფილმის თიზერი გაინტერესებს და ვაჩვენებდი და 10-დან 19 ვაუ რა კარგია მოიცა ეს ბიჭი ანდროს არ გავს რა სადიპოვეთ ესეთი ბიჭი რომელიც ანდროს გავს მე იქ ხედები და ისინი რო არის აი თოლში და აუ ეს ალბათ შათერსტოკიდან აიღეთ ანუ 10-დან 9 ვერ ხვდებოდა რომ AI იყო თუ ვეტყოდი რომ მოდი AI თიზერი გაჩვენო ხო აი ხედავ რა თქმა უნდა ну ეს იქნება მაგრამ აი იმდენად სწრაფად ვითარდება ჩვენ ეგ გავაკეთეთ დაახლოებით 4-5 თვის წინ ეხა ბევრად უფრო სხვა დონეზეა თან არსებობს სხვადასხვა AI ისინი რომელიც ვითარდება დიდი ბუმი იყო როცა VO3 შემოვიდა ხო და ყველას ძალიან მოეწონა მაგრამ ეგ თავიდანვე ჩანდა რომ მალე მობეზრდებოდა ყველას იმიტომ რომ Google-ის ეს AI არის დატრეინინგებული ძირითადად რეალიტი ვიდეოებზე და ანუ ყველაფერს თითქოს ძალიან რეალისტურად აკეთებს ანუ ადამიანის მოძრაობა რაღაც კარგია თუმცა ის შენ თუ უფრო მეტი რაღაცის გაკეთება გინდა იმისთვის ძალიან ის არის ჩვენ ფაქტიურად მაგას არ ვიყენებთ ჩვენ ძირითადად ვიყენებთ უფრო ისევ Midjourney არის ალბათ ყველაზე კარგი ვიზუალის გაკეთებისთვის და თვითონ უკვე ვიდეოების დამზადებისთვის, ну, ძირითადად Runway-ს ვიყენებთ, რომელიც უფრო კინოზე არის, ასევე დატრეინინგებული, თუმცა მაგ Runway-ს აქ შეზღუდვა, თქვათ ისტორიული რაღაც რო გვინდა და სისხლი და რაღაც სისხლს არ იმაშვება, ამიტომ არის რაღაც კლინგი არის რაღაც AI თულები, რომლებიც ესე არ არის open source-ი, მაგებს ვიყენებთ და აი მანდაც რას ვაკეთებთ, ხო? ჩვეულებრივ სტანდარტულ prompt-ებს არ ვიყენებთ, რომ აი ყველა ერთ სახეზე რო იყოს. ამიტომ აი ზუსტად prompt-ing-ში არის მთავარი ის, რომ რაც შეიძლება უფრო ბუნებრივი და ისე გამოიყენო, როგორც ის არის, ხო? მეც ჩემი კუთხით რაღაცებს ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ აი ჩვენი თიმის მთავარი წევრი ვინც არის დათო კარუჩავა, აი მე თუ ესე ვიყენებ თქვა ხელს ის თითებით ყველაფერს გზნობს, იმიტომ რომ დიდი ხანია ამაზე მუშაობ. და ეს ანუ რას სად მივდივარ, რომ ეს იმხელა შესაძლებლობას იძლევა, რომ სახში ვინმე დაჯდეს და კინო გააკეთოს, ნუ ეგ ჯერ არ მგონია. თუმცა მაღალი ხარისხის, მაღალი production values ფილმები, ანუ ძალიან მალე უკვე შესაძლებელი იქნება ბევრად მცირე ბიუჯეტში. AI-ის გამოყენებით, თუნდაც VFX-ის და სხვადასხვა იმის მაგივრად. აი მაგ კომპანიებს კი ძალიან უჭირთ, რომლებიც აი მილიონებს შეუვლობდნენ, თქვათ, სპეცეფექტების და იმის დამზადებაში. AI ამას ძალიან კარგად აკეთებს. ანუ ამ ეტაპზე მე მაინც ხედავ, რომ აი ადამიანის ბუნებრიობის, მოძრაობის პრობლემა არის. თუმცა აი ბუნების აღდგენა თან წარმოსახვითი სამყარო თუ გინდა და რაღაცა მან პირიქით ბევრად უფრო მაგრად აკეთებს AI ვიდრე თქვა ძველი ტექნოლოგიები რაც ხო აი ბიუჯეტის შემცირებაზე თქვი მნიშვნელოვნად აი რამდენად აი ცოტა უფრო ღრმად რო ჩავიდეთ როგორ ხედავ მან და აი შემცირების მომენტს რამდენად შესაძლებელი იქნება რომ ისე მნიშვნელოვნად შემცირდეს რომ ეხლა არის საუბარი 100 მილიონზე ზოგჯერ ხო მით უმეტეს თუ ცოტა ისეთ სპეციფექტები გჭირდება და რაღაცები და ნუ იქ ვიღაცა მასიური სცენები და იქ ჰოლივუდის ცოტა ისეთი ვარსკვლავები გინდა 100 მილიონზე არის საუბარი რა და აი როგორ წარმოგიდგენია უხეშად რო ვთქვა აი დაახლოებით ბიუჯეტურად მე და მაინტერესა უბრალოდ რა ნუ ეხა მან ხო above the lines ნუ ხელფასებს ეხა მსახიობების ხელფასებს არ ვთვლით ეხა ზოგი რაღაცა 20 მილიონი ღირს და ზოგი მაგას არ ვთვლით აი production-ის ბიუჯეტის ალბათ 80-90% შეამცირებს
პირველი ჩემი აზრით, ანუ AI ფილმები მალე გამოვა. ეხლა ხო პრობლემა არის 15 წამიანი. აი ეს რატო არის პრობლემა, ეგეც რო ვთქვათ. ეგ არის იმიტომ, რომ როგორც ვიცი, თვითონ სერვერებზე დიდი დატვირთვა არის და კონსისტენციულობა, რომ დაიმახსოვროს ყველაფერი ისე, რომ ის არის. თუმცა უკვე იმაშვება, ფართოვდება, ძალიან სწრაფად იზრდება. ნუ აბა ეგ ნახევარ წუთამდე, 30 წამამდე თუ ავიდა, უკვე ის არის. ანუ ჯერჯერობით გრძელ კადრებს ვერ გააკეთებ, თქვა. ხო. 5 წუთიან გრძელი კადრს ვერ გააკეთებ AI-ში. თუმცა ეგ მალე იქნება. კონსისტენციურობა არის, რომ დაიმახსოვროს ყველაფერი და პერსონაჟი დაიმახსოვროს და ბოლომდე ისეთი იყოს და არ შეცვალოს. მაგას დიდი მუშაობა ჭირდება, მაგრამ ეგ იმას იზავს. და რომ დაუბრუნდეთ თვითონ ბიუჯეტს, ხო, დაახლოებით 80% შემცირდება. ბევრი AI ფილმი გამოვა, მაგრამ პირველი წარმატებული AI ფილმი იქნება AI-ის დახმარებით ფილმი, როგორ გაკეთდება ჩემი წარმოსახვით. ხო, საინტერესო. თქვათ, ნუ ვიღაც დიდ რეჟისორს ექნება რაღაც ფილმის პროექტი, სცენარი ყველაფერი გაწერილი. გააკეთებენ AI-ში ფილმს, ყველაფერს. იმიტომ რომ აი თიზერებზე რაზეც მუშაობთ, მე ვილაპარაკებ, ძალიან ეხმარება რეჟისორებს, ჰოლივუდის სამყარო რეჟისორებს. AI-ში ააწყობ ფილმს, რაღაცებს შეცვლი, რომ აი ამ სცენაში ესე მინდა, ეს ისე მინდა, ყველაფერს იქვე გააკეთებ, საათნახევრიანი ფილმი გააკეთე AI-ში, ვთქვათ, გადიხარ გადაღების მოედანზე და ერთ დუბლში იღებ ყველაფერს. ანუ უკვე გაკეთებული გაქვს, შენ რო აი რა გინდა გადაიღო, ის იგდგას განათება აქ არის, მსახიობი ესე იქცევა, ის ასე ზის, ისე ზის, გამზადებულია ყველაფერი, ერთს დაიძახებენ და всё, ერთ კადრში გადაიღებ. ეხლა თუ ერთ დუბლში გადაიღებ, ეხლა თუ 5 და 10 დუბლი ჭირდება ერთი სცენის გადაღებას, ეგ ყველაფერი იქნება ერთ დუბლში. ეგ წარმოიდგინეთ, რამდენად ამცირებს გადაღების დროსაც და ხარჯებსაც, ხო? და მეორე უკვე ეს არის პოსტპროდუქციაში, რაც ძალიან დიდი ფული იხარჯებოდა სპეცეფექტებზე და სხვადასხვა იმებზე მიმართულებაზე, მაგას ყველაფერს გააკეთებ AI-ში ძალიან იაფად. ნუ თუ ჯდებოდა მილიონები, აქ დაგიჯდება $5,000. ხო. ხმაში ძალიან ძლიერია AI, თქვათ, მეც ვიყენებ ხოლმე რაღაცეებში, თქვათ, აი მიყვარს ქართული ძველი სიმღერის და ერთ-ერთ პროექტზე მუშაობს, თქვათ, შორს და ის შენ ხარ ვენახი მინდოდა რომ გამეკეთებინა ეს ეპიკური ფილმის მუსიკით და აი მან გეხმარება, აი ყველაფერს ეუბნები, აი როგორი გინდა, ვისი სტილი იყოს, ჰანს ზიმერის სტილი იყოს, სამის სტილი იყოს, ანუ თავისით ყველაფერს იმაშვება. ხმასაც ზუსტად იგივეს აკეთებ და ანუ რა არის ხო, ფილმის ის არის პროდაქშენი აგერ შეგიძლია რა, იმიტომ რომ ნაკლები გადაღება დღე გაქვს და ნაკლებ ხელფასს უხდი, post-production-ი და ეს VFX-ი რაღაც ისინი გაგიაფა მაქსიმალურად და ხმის post-production-ი, რომელსაც ასევე აქ აკეთებ. ეს არის ძალიან გააიაფებს. თუმცა, ნუ რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება სწორი სცენარი, რაც უფრო რთულია ჩემი აზრით, ვიდრე შესრულება. მაგრამ აი თვითონ კინოზე როგორ შეიძლება ეს აისახოს რა შენი აზრით? გასაგებია რომ გაიაფდება, გასაგებია რომ გამარტივდება, მაგრამ აი კინო როგორ წარმოგიდგენია ესეთ რეალობაში, რომ დაფიქრდე გინდას ფანტაზია რომ ჩავრწთ უბრალოდ მაგხრივ რა, ის შენ როგორ ხედავ რანერი კინო იქნება? იმიტომ რომ კინო ხო სულ იცვლება. ხო, ნუ კინო რასაც ქვია საავტორო კინო და დარჩება და ფაქტიურად AI-ის მონაწილეობა თითქმის არ იქნება, ну ალბათ აი სცენარის წერის დონეზე ან რაღაც მომენტებში მხოლოდ იქნება, აი მინიმალურად იქნება და იქაც ძალიან დაეხმარება თუნდაც ახლა საავტორო კინოსაც. მაგრამ მასიურ იმაში ვერ იქნება ალბათ რა ეგეთი ფილმები სავარაუდოდ, ხო? ეგ ისედაც საავტორო კინოს ისედაც ნაკლები მაყურებელი ყავს და იმათ სხვა იმ ხალხს ვისაც ეს უყვარს და მათ შორის მეც სხვა მოლოდინები აქვს და გვინდა რომ ისეთ დარჩეს. ამ კუთხით მე ძიდაც არ მინდა რომ AI-ის ინტეგრაცია იყოს. აი ბოდიში, მაგრამ მეორე ბოდიშო ჩაგეთ, მაგრამ მეორე მხრივ შეხედე შეიძლება ძალიან ზვირად მოგეჩვენოს უკვე ეგეთი საავტორო ფილმის გადაღება თუ ეს ყველაფერი აქეთ გაიაფდება და აი არა, ნუ მარკეტინგის ხარჯები ხომ მოყვება, ეხლა კინოს ბიუჯეტი ერთია და მარკეტინგის ხარჯები არის უკვე შეიძლება კინოს ბიუჯეტზე უფრო დიდი იყოს. ამიტომ თქვათ ჰოლივუდური ფილმი ისე ვერ გაიაფდება მაინც, ბლოკბასტერი ისე ვერ გაიაფდება, რომ საავტორო კინო უფრო ძვირი დაჯდეს. ანუ მაგ კუთხით მე ეგ არის მასწავლს და ისედაც საავტორო კინო ისედაც ფონდებით ფინანსდება, ეს კერძო ინვესტიციები მანდ არ არის და
დაფინანსება იქნება როგორც ან გადარჩება შენი აზრით კი, გადარჩება, კი, ნამდვილად გადარჩება. AI-ის მონაწილეობა იქნება ალბათ იგივე სცენარის წერაში, რაღაცების მარკეტინგული, იგივე მაგასაც ჭირდება მარკეტინგული სტრატეგიის დასახვაში. რაღაც დონეზე ალბათ გრაფიკაშიც მოხდება იმაში, თუმცა ესე ძალიან აქტიურად როგორც ვთქვათ უფრო ბლოკბასტერებში, აი ამერიკულ ჰოლივუდურ სტილის ფილმებში მოხდება, ეგრე არა. თვითონ აქეთ მხარეს სადაც AI იქნება ფილმები როგორ წარმოგიდგენთ? ხო, აი არ ვიცი, მე პირველი AI ფილმი რომ ვნახო საათნახევარი ყველაფრით AI-ით გაკეთებული, აი ჯერ ვერ წარმომიდგენი, ალბათ შევწუხდები და ვერ უყურებ ალბათ. ხო. მაგრამ ალბათ ეგეც ისე შემოგვეპარება, იმიტომ რომ ეს სულ ხდება, ყველაფერში ხო ეგრევე, ეგრევე არაფერი ესე არ ხდება რა. და მიგვაჩვევს რომ მე აღარ შეწუხდები. ადრე ამას აშვებოდი, როგორ წვალობდნენ ამის გაკეთებაზე და ამის გადაღებაზე. ეს იქნება თან ძალიან მალე იქნება, ძალიან მალე იქნება. იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ აი ხო იყო ჰოლივუდში დიდი გამოსვლები იყო, რომ AI-ის ვერ გააჩერებ, აი როგორ უნდა გააჩერო მაგის. ანუ გამოსვამ სახიობიც რეალურად სახიობიც სავარაუდოდ მე AI-ში, ანუ ეხლა რა შეზღუდვა აქვს, ანუ მთავარი მეც, თუმცა არის ისეთი AI, რომელიც არ ზღუდავს, რომ 100%-ით არ გადაახავს. აი თქვათ, იმიტომ რომ არ არის ჯერ ეს იურიდიულად მოწყობილი, რომ აი როგორ საიდან დაიღო უფლება. აი ხო მე მინდა რომ AI-ში ვიყო, თქვათ. ხო, აი რითი დადასტურდეს, თქვათ, აი იგივე იმ პროგრამას მე როგორ დავადასტურო, რომ მე ვარ და ვაძლევ უფლებას ჩემ თავს, რომ ჩემის გადავიდეს. თან მე ის AI ხო სწავლობს ამას, სად როგორ ეს საკითხი არის პრობლემა, თორე შემდეგ ხო ალბათ მსახიობებიც იქ გადავლენ და მე წარმოვიდგინე რომ საერთოდ სადღაც შეიძლება საერთოდ AI-ისგან დაგენერირებული სრულიად არარსებული სახეები გამოჩნდნენ, რომლებიც ვარსკვლავები გახდებიან. ხო არიან უკვე რაღაც რეალიტი ვარსკვლავები არიან, როგორც ვიცი, ეგეთი და ესეც შეუულებრივად იქნება. ხო, აი ამიტომ საერთოდ რო არ არსებობს ადამიანი რა და უბრალოდ ვარსკვლავი რო ხდება და ყველას რო ეგ უყვარს. მაგრამ რეალურად რო არ არსებობს რა და მე ალბათ მოთხოვნა გახდება რომ ძალიან ამბიციურ პროექტზე ვმუშაობ ბათაშორის, რომელსაც ჯერ ვერ ვაჩვენებთ, გვაქვს კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ვერ ვაჩვენებთ. ჩვენ გვინდა ისტორიის გაცოცხლება, საქართველოს ისტორიის გაცოცხლება, სხვადასხვა მომენტები, სხვადასხვა გმირები საქართველოს ისტორიიდან, ოღონდ ძალიან ისე ფრთხილად უდგებით ამ თემას, რომ ისეთი იყოს. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ხო? ვიდეოები რო იყოს. ხო, აი მაგის შესაძლებლობას აი რომელიმე მომენტი გვაინტერესებს საქართველოს ისტორიიდან როგორ იყო, შეგვიძლია აღვადგინოთ დავით აღმაშენებლის გამეფება ვთქვათ, ან ვახტანგ გორგასმა როგორ აღმოაჩინა თბილისი, იქ შეგვიძლია აღვადგინოთ. ხო, მე სხვა შორის მაგაზე სულ ვფიქრობ, ხოლმე მე წარმომიდგენი ცოტა უფრო შორეულ მომავალში, სადაც ვირტუალური რეალობაა ისე განვითარებული, რომ წარმოვიდგინე VR ჩაფხუტს იკეთებ, ან რა უფრო სხვანაირ დახვეწილ რაღაცს იკეთებ მომავალში და იქ რო ხარ რა, იმ რეალობაში რო ხედავ რა, ანუ იქ AI-იც დაგჭირდება, იმიტომ რომ ეს უნდა დააგენერიროს ეს იქაური პერსონაჟები, მაგრამ თან როგორც VR-ში რა, რო ხედავ რა, 3D-ში შიგნით ხარ და რაღაც იმას აი რაღაც დიდგორის სონს რო უყურებ თუ რაღაც მონაწილე რო ხარ რა. ძალიან იქნება, მაგრამ აი ერთი მე უსმენდი უბრალოდ ვიღაცამ სადღაც უსმენდი, მე ვეღარ ვნახე მართლა არის თუ არა სიზმრების ჩაწერა ხდება და მე AI-ის საშუალებით ამის ვიზუალიზაცია. კი, არის და მაგის კვლევები არის და არის ანუ თლად ძალიან რეალური ის არის რომ უყურებ, ანუ პირდაპირ კადრი ერთ-ერთი არ არის, მაგრამ რაღაცნაირად მსგავსება ხდება და მე იმ ადამიანებსაც რო ეკითხებოდნენ, კი და რაღაცა მაგის ეგ პროცესების დაწყებულია, კი, რომ ანუ მაგის სხვადასხვა განვითარება შეიძლება კონდეს, ხო? არა მარტო სიზმარი, ანუ შენი მოგონებები და რაღაცები, ნებისმიერ მომენტში შეგეძლება რომ რაღაცა ვიზუალური ფორმა მისცე, ხო? ანუ ეგ არ ვიცი, ხო, ნუ მან ბევრი ფაქტორია კიდე, ხო, ანუ AI-ის გარდა, არ ვიცი, აი რა, ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება გამვითარდეს ეგეთი რაღაცები. გინდაც ეს ტვინის იმპლანტები რაც არის, რომელიც შენს აზრს რეალურად აკავშირებს, ხო, მაგასთან ცოტა ისეთი ცოტა ისეთი დამოკიდებულება მაქვს მე მაგის ანუ მე თვითონ მაგისთვის ბზად არ ვიქნებოდი და ნუ რაღაც დიდად ხო ეს ძალიან ვითარდება ეგის, მაგრამ რაღაცა ცოტა მეშინია მაგის და დიდად არ შევდივარ, იმიტომ რომ მეშინი ალბათ არ მაინტერესებს მაგის ბოლომდე. რისი ეშინია მან? აი რაღაც ეს იმპლანტის, აი ფიზიკური მასთან რაც არის დამოკიდებული უკვე, აი რაღაც მაგის
თუმცა ეგეც ორი მიმართულებით ვითარდება, ერთი არის, ოდესაც სხეულში არის და მეორე რომ გარედან დაგიყენებენ უბრალოდ და ხო, რაღაც ის კი, უბრალოდ ის უფრო მარტივია ჯერჯერობით, იმიტომ რომ იქ კონკრეტულ უბანს იმას უმიზნებენ, მაგრამ ანალოგიურად, პარალელურად უბრალოდ ვითარდება Neuralink-ის მსგავსი კომპანიები, რომლებიც მუშაობენ, რომ უშუალოდ არც ოპერაცია დაგჭირდება არაფერი და უბრალოდ რაღაც ჩაფხუტივით გაიგეთებენ და ამით ის დაიჭერს თვითონ ტვინის სიგნალებს რა და აი მან რაღაც ის მაქვს რომ აი ჩემი რაღაცის ხო თითქოს მე ხო ვერ გავაკონტროლებ რა გავა აქედან რა იმას აი ეგ ის მაქვს რა კი შენი რაღაცის შენარჩუნება მაგრამ ალბათ მე არ ვიცი მე რეგულაციებით წარმოვიდგენია რომ მაგის გაკონტროლებაც შეიძლება იმიტომ რომ ხო არ ვიცი ან ისეთი თემაა მოკლედ AI-ის გადაღებული ფილმი გვინდა მაგრამ იმპლანტი ხო, არ ვიცი, რა საინტერესო იქნებოდა არა და მაგ მიმართულებითაც რა. ისე თვითონ ფილმის თემაზეც მაინტერესებს, ანუ რადგან აი იმპლანტებზე და რაღაცებზე ვისაუბრეთ, ანუ საერთო ჯამში აი როგორ წარმოგიდგენია მომავალი, აი გასაგები რომ ხელოვნური ინტელექტი შემოვიდა რა. საერთოდ კინო საბოლოო ჯამში შენ ეს ბოლომდე გადარჩება, ანუ სანამ რაღაცა ყოველთვის გადარჩება. ყოველთვის იმიტომ რომ რაც უფრო დრო გადის, მოთხოვნა უფრო იზრდება. ანუ ჩვენ თუ ადრე ვთქვათ ერთი კვირის განმავლობაში რაღაც რა ვიცი, ყველაზე კარგ შემთხვევაში 7 ფილმს ვნახულობდით დღეში ერთ ფილმს, ვიღაცა. დღეს ბევრად უფრო მეტს უყურებ. ანუ რაც უფრო მეტს უყურებ, უფრო მეტი გინდა, ხო, სერიალებზე ვზივართ იქ. ის რაღაც იმად გაქვს, რომ აი დღეში რაღაც ეს მაინც ნახო. ამიტომ ეს მოთხოვნა ყოველთვის იმას იქნება, იმიტომ რომ რაღაც კინო გაძლევს ისეთ იმას, რომ უცებ ივიწყებ რეალობას და რაღაც იმაში გადადიხარ და თან ნუ ძალიან ესეთი უნივერსალური არის კინოენა, ხო? და მაგით განსხვავდება, რომ ამერიკულ ფილმს რო უყურებ, თქვათ გესმის და იგივე ჩინური შეიძლება აი ეს მანდ იყოს უბრალოდ ქართული კინოს თავარი პლუსიც, რომ ისეთ ქვეყნებში ვაკეთებდით ხოლმე ხანდახან რეტროსპექტივას, სადაც საერთოდ ქვეყანა საქართველოს არსებობდა თუ არა, ეგეც არც იცოდნენ და რაღაცნაირად იმ ქვეყნის კულტურის გაცნობის ყველაზე კარგი ის არის, რომ აი კინოს უყურებ, ხო, სადაც აი ჩვეულებრივი ყოფა არის, ჩვეულებრივი ცხოვრება არის. ადამიანები როგორ ბევრად უფრო მეტად ხვდები, ვიდრე ვთქვათ სურათებში ნახვან, ვიღაცამ მოგიყვეს როგორი ქვეყანა არის ეს. და ამიტომ ეს ამის მოთხოვნა ადამიანს სულ აქვს, აი რაღაც ის აი ამის და ჩემი აზრით კინო ყოველთვის გადარჩება. აი შეიძლება რაღაცა ვერ გადარჩეს რომელიმე სპორტის სახეობა, მაგრამ კინო ყოველთვის იქნება. მაგალითად წიგნი? აი წიგნის პრობლემა, წიგნი აუდიო წიგნებზე გადადის, ნუ ძირითადად და რაღაცნაირად, ხო, აი მეც ჩემ თავშიც ვხედავ, რომ აი წიგნის კითხვას ძალიან ჩამოვშორდი ამ ბოლო პერიოდში, რაც ძალიან ცუდია და აღიარებ, რომ არ არის კარგი, მაგრამ ნუ რაღაც ვეღარ იმაშვები. თუმცა ეგეც აი წიგნის კითხვის ის ხო, აი მე მაგალითად აუდიო წიგნებს საერთოდ არ ვიყენებ და დღემდე ანუ ციფრულადაც არ ვკითხულობ. აი წიგნი თუ არ მიჭირებს ხელში, იმას სხვა რაღაც მოაქვს ჩემთვის რა, რაღაც კონსერვატორი ვარ მაგხრივ ალბათ არ ვიცი, აი წიგნი უნდა მეჭიროს, ეგეთი ის მაქვს უახქმა რა, იმიტომ რომ ეგ პროცესი მიყვარს რა. აი ის ფილმზე რომ ამბობთ ბოლოს ეგ მინდა რა, აი ჩემი აზრით შეიძლება რაღაცებზე ვაფშე ისე გამვითარდეს. აი ისევ იმპლანტებზე რომ წავიდეთ, წარმოიდგინე AI-ის და იმპლანტების გამოყენებით შეიძლება ვაფშე ყველა შეეძლოს თავისი ფილმი დადოს პროდუქტს, უფრო შორეულ მომავალზე ვსაუბრობ, სადაც ყველა შეიძლება წარმოიდგინე, აღარავინ აღარ გჭირდება და უბრალოდ შენი ფიქრით გონებით პირდაპირ უკავშირდები ამ სისტემას და ქმნი სამყაროებს წარმოედგინებ და ეგეთ რეალობა შეიძლება ყველას ჰქონდეს თავის ფილმები რა. ხო, ნუ რაღაცნაირად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენო, თქვათ სიუჟეტის განვითარებაში და იმაში, ნუ და აზრები მიაწოდო ზუსტად. ანუ შეიძლება შენ წარმოიდგინე არც წერა აღარ დაგჭირდეს რა, აზრებს მიაწვდი, უბრალოდ ფიქრებს მიაწვდი და ამ ფიქრებით გაჩნდება რაღაც ვიზუალური ინდივიდუალიზმი მაინც ყოველთვის იქნება. მანდ იქნება რა თქმა უნდა. კი, ეგ იდეაც ეგ იქნება, მანდ რომ ყველას, ანუ თავისი მაინც ინდივიდუალიზმი ხო ექნება აქ ამ სამყაროში ზეთ მომავალში და ყველას ექნება თავისი ფილმები, რომელსაც ანუ იგი ბევრად უფრო რთული იქნება იქ შენი ინდივიდუალიზმის გამოჩენა, ვიდრე დღეს არის, ხო? ანუ აი რაღაც ყველას თუ ერთი და იგივე თულები აქვს და ისე აქვს, აი ვიღაცა ბევრად უფრო მაგარი უნდა იყოს ხოებზე, რომ აი ამ მილიონს ან მილიარდს აჯობო.
მაგას ვინც მაგათ აჯობებს ის ხო, იმიტომ რომ იქ აი გამართლების ფაქტორების ნაკლებად იქნება, იმიტომ რომ აქ შეიძლება ხა ძალიან ბევრი გზას გადიხარ, რეჟისორი ხარ თუ პროდიუსერი ხარ, მაინც რაღაც გზები უნდა გაიაროს, იქ შეიძლება სანაცნობის ფაქტორი იყოს, ბევრი რაღაც ფაქტორებია, უამრავი რა და იქ დაჭდები გააკეთებ და ვინც უკეთესია გაკაჭებს. საქართველოში ალბათ რა ვიცი, სხვა ქვეყნებში ამდენ ადამიანს კინოს გადაღების ამბიცია როგორც საქართველოში აქვს, არა აქვს ხო. ანუ ჩვეულებრივ ადამიანს აი ჩვენთან ბევრს აქვს? ხო, აი რამდენი მინახავს რა აი რა მაგარი კინოს აზრი მაქვს, რა მაგარი ძირითადად ანუ ვისაც უცდია წარუმატებელი ყოფილა მე არ მახსოვს, აი თქვა ძალიან არაპროფესიონალმა რაღაც ისეთი სასწაული გადაიღოს, მაგრამ აი ეს ამბიცია თუ ეს სურვილი რომ აი კინო გააკეთოს ძალიან ბევრს ქონდა ხოლმე საქართველოში. სხვაგან მე არ შემხვედრი აი რაღაც სხვა სფეროს წარმომადგენელს თქვა ვიღაც ეკონომისტს ან იურისტს რომ აი კინოს გადაღება მინდა და გაკეთება მინდა. ეს ხო რაღაც ის არის კინოს გაკეთება ძალიან დიდი ის არის ამბიცია არის ძალიან დიდი რომ აი ესეთ რაღაცა შექმნა რომელიც რთული არის ამის გაკეთება რომ აი მაყურებელს მოეწონება და ხალხს მოეწონება ანუ აი ძალიან დიდი ამბიცია არის და ანუ ეს ხო და ეს თუ ეგრე განვითარდა მაგას ვამბობ რომ ქართველები პირველები ხო ყველა თავის კინოს გააკეთა 3 მილიონი ნახევარი კინოს ეგრევე გამოვა 3 მილიონი ნახევარი კინო მაგარია კი ხო იმიტომ რომ აი რაღაცნაირად მართლა ისტორიულადაც თუ გადავხედავთ აი კინო საქართველოსთან აი ძალიან ის იყო აი როგორც კი გამოვიდა მაშინ ანუ როგორც კი კინოკამერა გამოიგონეს აი ქართველები ერთ-ერთი ვინც ჩაერთო ამ იმაში საინტერესოა რატო გვაქვს ეგ მოთხოვნილება ესე ანუ მე ვფიქრობ რომ ზოგადად ძალიან ისეთი კრეატიული და შემოქმედებითი ერი ვართ და მაგიტო არ ვიცი ეს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე თუ ჩვენი წარსულიდან გამომდინარე ძალიან შემოქმედებითი ერი ვართ უბრალოდ აი მაგას შესაძლებლობები და ხელშეწყობა უნდა და ნუ რაღაც სხვა უნარები შეიძლება სხვა ქვეყნებში როგორც უფრო აქვთ ხო აი მაგალითად აი რა ის არის ხო თქვათ იგივე ეს არაბთა გაერთიანებული საემიროები და ისინი მან ძალიან დიდი ფულია მაგრამ აი თითქმის ერთი ან ორი რეჟისორიც არ ყავს აი ძალიან დიდი ფულია აძლევენ რომ რაღაცა ხანის ჩაიყვანეს ესე ვერ კინოებს ვერ აკეთებენ იმიტომ რომ ეგ არ არის მაგალითად ხო საინტერესოა ზოგი უნდათ კიდე არ ეშვებიან მაგრამ ჩვენთან რო ახ მაგის მიასედი დახარჯული იყო მე ვფიქრობ ბევრად უფრო წინ ვიქნებოდი ანუ ჩვენი შეზღუდვა მაინც კიდე ხან რეალობასაც უბრუნდები ჩვენი შეზღუდვა და პრობლემა ის არის რომ ანუ რასაც ვამბობთ რომ საბჭოთა კავშირის დროს რაღაცნაირად ის ნიშან ნახეს რომ თან სამაყურებლო კინო არის აი ძალიან ყველასთვის გასაგები და ის და თან კინემატოგრაფიულად ძალიან მაღალი მხატვრული ღირებულების ეს ნიშა იპოვეს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თუ ამას იპოვია რეჟისორი ჩემი აზრით ჩვენ ძალიან იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი ენა არის ძალიან შეზღუდული ხო 3.5 მილიონი აქვს ხორობთ და ნუ კიდე რამდენია 3 მილიონი ვთქვათ ჩვენს გარშე და საერთოდ სხვა ენა გვაქვს ქართული ფილმები რო აი კომერციულად წარმატებული იყოს ძალიან რთული არის ფაქტიურად შეუძლებელია იმიტომ რომ როცა უკვე დუბლირებას და იმაზე მიდის ბევრად უფრო ნაკლები მაყურებელი იყოს ანუ ყველა ქვეყანა რომლის კინოც არის წარმატებული ჯერ თავის ბაზარზე იღებს ამ ჩადებულ ფულს და მერე უკვე გადის დისტრიბუციაში აი ეგ პრობლემა არის თუმცა ამ შეიძლება ეს ქართული მსახიობები იყვნენ და ინგლისურად ხო ეგ ბარი მაგიტო ამბობდი ის შეკითხვაც მაგაზე მქონდა რომ ბარიერები შეიძლება გააქროს რა ეგ პრობლემები რაც იდეაში შეიძლება იდეალური იყოს ისეთ პატარა ქვეყნების როგორც ჩვენ ვართ მაგალითად რა აი ერთი შეკითხვა მას კიდე ესეთი რა ანუ აი იდეაში ფილმი ხო რა არის ზოგადად რა არის რაღაც გინდა რომ რაღაცა გამოხატო ხო და აი ცოტა ძალიან შორეულ იმაშიც რო გავიხევთ აი მაგალითად ხო გითხოვს რომ რაღაც ზედ ცივილიზაციები არსებობს სადღაც შეიძლება იყოს ხო რაღაცა რომლებიც ისე დონეზე არიან განვითარებულები რომ ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ ჯერ რა და აი ის ცოტა ფანტაზიაო ჩავართოთ ანუ აი ეგეთი ცივილიზაცია გინდათ აი მომავალში ჩვენ წარმოიდგინე გავიდა 1000 წელი და ახლა რაღაც ანუ გავადგებ შორის დავიწყეთ მოგზაურობა პირობითად რა აი მანდ როგორ წარმოგიდგენია გინდ კინო და გინდა ეს თვით გამოხატვა კი რა დონეზე შეიძლება დარჩეს მესმისო ძალიან ისეთი შეკითხვაა მაგრამ აი შე როგორ ხედავ რა მაინც რა მე აზრით ალბათ კომუნიკაციის პირველი საშუალება იქნება ხელოვნება ხო აი ისიც ხო ყველას გვახსოვს კოსმოსში რო ის გააგზავნეს და ჩაკრულო რო ხო ვოიეჟერი
ხო, ნუ ამ ხალხმა რო იფიქრა ეხა რაღაცა დაეწერათ, გაეგზავნათ, თქვა ვინმე თუ ნახავს, ეს არის, ხო? მაგრამ მუსიკას რაღაცნაირად მაინც აღიქვავს, თქვა სმენითი აპარატი თუ არა აქვს, ტალღებით და რაღაც იმას იზავენ. ნუ ვიზუალური ახმა იმ ცივილიზაციას თუ არსებობს, რა თქმა უნდა, ექნება, ხო? და შესაბამისად, ანუ პირველი რითიც, ანუ ალბათ ისინიც ჩვენ სამყაროს შეისწავლიან, იქნება კინო და ვიდეოთი, ანუ გადაღებული რაღაც მასალა, ალბათ ეგ იქნება პირველი კომუნიკაციის საშუალება. შეიძლება თვითონაც უკვე თავისის გვაჩვენონ, ხო და ამიტომ კინო რო არ ქონოდა, ბევრად უფრო გაგვიჭირდებოდა ეგ ის მარტო ლაპარაკის და წერის დონეზე რო ყოფილიყავით. ხო და ნუ აი ამ ხრივაც გამოგვადგება კინო. თუ არსებობს რა. ხო, ეს კომუნიკაციისთვის, მაგრამ თვითონ ისინი შექმნიან შენი აზრით კიდე ექნებათ საჭიროება ეგეთი რაღაცა. აი მათაც აქვს. ხო, აი ჩვენ ხო არ ვიცით რა განზომილებაში არიან და როგორი ის არის, ანუ ჩვენ იმიდან ან თუ ჩვენნაირები არიან, თქვათ რაღაცნაირად ადამიანის მსგავსები არიან, ხო, თქვათ რაღაც მე აი ეს ისეთი მიმართულება ხან მჯერა მაგის არსებობს, ხან არ მჯერა. ნუ აი ხანდახან როცა მჯერა მგონია რომ აი თქვათ ჩვენნაირები არიან, უბრალოდ სხვა პლანეტაზე განვითარდნენ. რაღაც სხვა გეზია იყო მათმა განვითარებამ. შესაბამისად ის მოთხოვნილებები და სურვილები იგივე ექნებათ, რაც ჩვენ გვაქვს, ხო? და შეიძლება თქვათ კინოზე უკვე ძალიან წინ არიან წასული იმ მომავალში არის ყველა თავის კინოს ქმნის. ხო, აი მაგრამ ეგ ექნებათ სურვილი კინოსი და ამის ნახვის ყოველთვის ექნებათ და აი რაღაცა ესეთი ის იქნება. აი მე მაგალითად აი მაგას ცოტა ისე უყურებ ხოლმე. ჩემთვის ეს კინოც, ლიტერატურაც, მათ შორის ჩვენი სალაპარაკო ეს ენა რითაც კომუნიკაციას ვახდენთ რა. ჩემთვის, ჩემი გადამსახედიდან არის რაღაცის ნაკლებობა, რაც არ გვაქვს და ეს არ გქონდას გულისხმობს, რომ ვერ ვახერხებთ რეალურ კომუნიკაციას მაინც რა. ანუ ადამიანები საუბრობთ, გამოვიგონეთ ბევრი რაღაც ხელოვნებაც ხო ეგაა, რომ რაღაცებს ვაზიარებთ რა. მაგრამ რეალურად აი სულ მარტივი რაღაც რომ მოუყვე ხე გინდას შე რო გაგიზიარო, აი მთელი ისტორიები უნდა მოუყვე, ამას თავისი ბექგრაუნდი აქვს რაღაც და ბოლომდე მაინც ვერ მოვახერხებ, რომ გადმოგცე ის. ზუსტად, იმიტომ რომ მე აი ამას რო ვყვები, გინდათ ეს სულ ხუმრობა მოუყვე, ანუ ამას ჩემ ტვინში ცნობიერი ისტორიული ფაქტები რაღაცები და ხანერად აღვიქოვ და შენთან რო ვყვები, ამას ვერ მაინც იკარგება რა, ყველაფერი იკარგება რა. ანუ აი ხმის ტემპსაც გააჩნია და ხელის მოძრაობასაც. რა თქმა უნდა და თან იმასაც მე რა გავიარე და როგორ რატო აღვიქვეს ესე რა და ნუ ამას გასაგებია თავისი იდეა შეიძლება ის კონცო ყველა თავისებურად რო აღვიქვათ ეს ქაოსი და ამ ქაოსში ყველაფერს თავისი იდეაც აქვს მაგიტო ეს საინტერესოა მაგრამ მეორე მხრივ მგონია რომ აი ეს რაღაცა გვაკლია და აი სულ რო ვფიქრობ ხოლმე ზე ცივილიზაციას თუ რაღაცა ვიღაც არსებობს ამ მომავალში ჩვენ ვიქნებით ესეთი ცივილიზაცია წარმომიდგენია რომ ეს ნაკლი მაგათ აქვს ამოვსებული ოღონდ აქვს აი რაღაცა აი როგორ ვთქვა რომ აი კოლექტიური გონი რაღაც ეგეთი მსგავსი წარმომიდგენია სადაც ეს ტიპები ერთმანეთს პირდაპირ აი სუფთა თავის აზრს უზიარებენ რა ანუ ხო ხდები ჩემს ეგ საინტერესო არ არის ხო აი წარმოიდგინე რატო აი შეხედე წარმოიდგინე მე რო შემეძლოს სულ ამის ქვეშენ არ უნდა დარჩე აი ხ მაგალითად ფილმია აი ფილმს შევადარებ რა ფილმს უყურე მაგალითად რავი რომელიღაც რამშაი კუბრიკის რაღაცა ფილმს უყურე მაგალითად რა ის ემოცია ნახე კაი არა რა რაღაცა დაგიტოვა რაღაც მაგრამ ჩემი ემოცია აგინდა აი ჩემი ინდივიდუალური რომ შემეძლოს რომ გაგიზიარო და იმ მომენტში ზუსტად ის იგრძნო რაც მე ვგრძნობ მაგრამ ეს არ დარჩეს შენში ამ როგორც ფილმის ისტორია გაიაროს არ არის საინტერესო ანუ წარმოიდგინე ბუნებრივი ყველანაირი ფილტრის გარეშე მოცემული ჩემი ემოციები ჩემს არ პირიქით ეს წვალება რომ ზუსტად გადმოვცე და ეგ მოგწონს წვალების პროცესი მოგწონს ხო ჩემი აზრით მაგაში არის ინტერესი რომ აი თუ ხო აი რაღაცნაირად ეს ბედნიერება ხო აი ხო რაღაც წარმოგვიდგენია მაგრამ ეს ყველაფერი რომ აი ეს ყველა დაალაგებული და ესე იყოს აი ყველაფერი ვიცოდეთ რა როგორ არის ეგ ხო არ არის ბედნიერება არის აი ეს ბედნიერება ილუზია რაღაც მისვლის ხო და ესეც ხო აი მე რო ცდილობდა ვწვალობ რომ გაგაგებინო რას ვფიქრობ და რა ის მაგ თვითონ ეს პროცესიც სასიამოვნოა და ამიტომ ეს ადვილად რო იყოს რა ის შეხედავდა უკვე შევ გადაეცი მე რა ინტერესი მაგით მე ვცდილობ რომ აი ეს შეგაგრძნობინო და აი ჩემ თავზე მუშაობ რომ აი როგორ გადავცე რომ შეიგრძნოს რა რისი თქმა მინდა ხო და ამიტომ მე რავი ეგ ცუდი იქნება ჩემთვის ცუდი იქნება ეს მაგ დონეს რომ მივახციოთ რომ უკვე არაფერი იქეთ აქეთ ყველაფერი ხო მაგრამ ძალიან საინტერესო გამოცდილებები იქნება შეხედე იმ ემოციას შენ რომ იგრძნობ
იმ მომენტში შენ იგზნობ იმას, უბრალოდ მე რას ვქნებ და ის მომენტი შენთვის აი რაღაც ცოტა არ ვიცი რა შევა ნარკოტიკის კაიფივით შეიძლება იყოს რაღაც აი წამოვიდა წამი ერთი იგრძენი რაღაც და ვაუ ანუ თურმე ესეც არსებობს აი ეგეთ პონდები. ეგეც ხო ლიმიტირებული რაღაც ეტაპამდე კარგი იქნება, მაგრამ მე იმ თავარს იმას რომ აი ვცდილობ რაღაცებს და აი პროცესი რო დაგეკარგება და ეს მარტივად გაკეთდება ეს ყველაფერი, მე მოსაწყენობაში გადავა. და უკვე ის ემოციას არ მოგანიჭებს. მე ხა ჩემი დაკვირვებით რაღაც ისეთი გადახვევა არის, ანუ ბედნიერება და აი რა განიჭებს ბედნიერებას, ხო? ან ის ანუ კინო მნიშვნელოვანია ის ყოველთვის ხო რაღაც მომენტში თქვა აი რაღაცას მიაღწია. რა ჩემთვის ერთადერთი რასაც მართლა მივხვდი, აი შვილი არის ისეთი ბედნიერება, რომელიც უმანიჭებს ბედნიერებას. დანარჩენი აი არ არსებობს არაფერი, აი რაღაც ხო მაგით ცხოვრობ მთელი ცხოვრება, რომ აი ის წამის შეგრძნების ის ვიჭირს, ხო, რომ აი ახლა ვიყო ბედნიერი, სულ რაღაც მოლოდინში ხარო. აი ამას რო გავაკეთებ, ის მომცემს ეს ერთადერთი მართლა არის, რომ აი შვილი რო გამიჩნდა და შვილთან ერთად რო ვარ, ეგ არის ულევი ბედნიერება, რომელიც არასდროს არ ილევა და ყოველთვის მანიჭებს იმას. მეტი არაფერი. ამიტომ ეგ უნარიც რო შევიძინო მე და იმას ეგ რა თქმა უნდა არ იქნება. ვა, რამხელაშვილი ყავს? 5 წლის არის. ხო, მე მან მივხვდი რომ ეგ არის ნამდვილად ალბათ სამყაროს დასაწყისიდან რაც არის რომ ეგ ნამდვილად ეგრეა და ალბათ ესეც გაგრძელდება რა ვიცი ხა შეიძლება მე უკვე ისეთ ასაკში გადადის რომ აი ხო იცი ნერვებს რო გიშლის და რაღაც მაგრამ ეს მთელი ეს პერიოდი ჩემს აი სულ ბედნიერების მომტანია რაც გამკაჩდა. ხო, მაგრამ ეს ალბათ მაინც ხო ის არის, ანუ უფრო ადამიანური ბუნების ნაწილია, რომ ესე გძნობ ამ რაღაცებს რა. ამაზე ალბათ იზრუნა ამ ევოლუციის ზანდი პროცესმა, რომ სიცოცხლე ამით უნდა გაგრძელდეს და გადარჩეს. ხო, და ნუ ეგ ნამდვილია. ეგ ვიცი რომ ნამდვილია. დანარჩენი უკვე აი რა ვიცი, წარმატება რა არის საბოლოო ჯამში ან რაღაცის მიღწევა ან ფულის შოვნა ან რაღაც აი ყველაფერი წარმავალი და ისეთია, რომელიც აი რაღაც მომენტში არის ძალიან ისეთი, მაგრამ მე ხრება თითქოს. ამიტომ მე არ ვეძებ და არც მგონია რომ არსებობს რამე ისეთი უნივერსალური. მთავარია რაღაც ჰარმონია იპოვო რა, ხა აი რა გაქვს იმაში. მეც ხშირად მეცვლება ზოგადად აი რაღაცნაირად ინტერესები და აი შეხედულებებიც, ანუ მთავარი შეხედულებები არასდროს არ მეცვლება, მაგრამ აი რაღაც საკითხებზე შეხედულებებს ვიცვლი ხოლმე და ესე უფრო მიჩევნია თქვა ცხოვრება ვიდრე რაღაცა ერთის მიჯეროდეს და ესე მესმის. კი. აი მაქიდან გამომდინარე, აი მაშინ ამ თემასაც შევეხოთ, რომ აი მომავალი რომ ავიღეთ რა ისევ რა, ანუ აი მივდივართ წინ ხო, საუბრობთ რაღაცა პროგრესი გვაქვს. მაშინ აი შენ თქვი რომ ეს მე მინდა რომ დავიხარჯო რომ ეს გადმოვცე. მაშინ შეიძლება გაგიხსნას შეგრძნება რომ აი ზუსტად ამ რაღაცას სადღაც ვკარგავთ რა, ანუ იმიტომ ზედმეტად შეიძლება გავაადვილოთ ყველაფერი, ხო? ანუ მაშინ ვიღაცამ შეიძლება ესეთი შევხედოთ, აი მაგალითად ნადირობის მომენტი იყო. ვიღაც უნდა რომ წასულიყო ენადი რა მოედა და ეხლა შედიხარ მარკეტში, აიღებ, ანუ დაახლოებით ჩემთვის მაგას გავს რა, ეგ აი ფიქრის და ემოციის გადაცემის მომენტია. წავიდა იქ ნადირა ბუნებაში გაიქცა, იმიტომ რომ მისი სხეული ადამიანის მაგისთვის არის რომ დღეში რამდენიმე კილომეტრი უნდა დაფარო, ხო? იმიტომ გვაქვს ჯიმი და იმიტომ ვარჯიშობთ, რომ ადგილზე დავარჩიო. ხო, ანუ რო შეხედო გარე და რაღაც იგიჟეს ვაკეთებ, ხო? გახარ და ესე არ ვიხარ და იღლები რაში, ხო? სიგიჟია. იმიტომ რეალურად რომ იქ ცხოველს უნდა გავკიდებოდი, ან ჩვენ უნდა გამოვკიდებოდა ვიღაც, მაგრამ აი აღარ გვაქვს, შევდივარ მარკეტში ვჭამ, ანუ ეგ აქ რა და აი მაშინ როგორ ხედავ ეგეთ მომავალს, ანუ სადამდე მიყვები ამ მომავალს შენ რა, სადამდე მიყვება შენი ფანტაზია, შენი დაშვებები რა, სადამდე შეიძლება წავიდეთ და ან სადაც უნდა გავჩერდეთ. ხო, რავი, არ წარმომიდგენია რომ ბოლოს ის იქნება რომ ესე არ გაჩერებული ადამიანი მარტო ერთ ადგილზე, რაღაცა რობოტები ავარჯიშებენ კუნთებს რომ იცხოვრებენ. ვოლში რო არის, ხო? ვოლი რო. ხო, მარტო ტვინი მუშაობდეს და ნუ აღარაფერი. ნუ აი ეგეთი მომავალი არ წარმომიდგენია. მე ვფიქრობ, მაინც რაღაცნაირად ეს ტალღების მჯერა რომ რაღაცას რომ მიაღწევს ცივილიზაცია, მე ის ჩამოვა? ისე უკან დაბრუნდება ალბათ რაღაც ეგის მე. მაგის მჯერა, იმიტომ რომ ყველაფერი ესეთი მუდმივად არაფერი არ ვითარდება ზემოთ რაღაც ყოველთვის ყველა ზემოთ წასვლას ქვემოთ ვარდნა მოყვება და ალბათ მაგითაც არის ეს ციკლურია. მაგრამ ლიმიტს ხედავ მაინც. აი მასლის ლიმიტი მინდა. როგორ წარმოგიდგენია? თუ გინდა ეხლა წარმოიდგინე. ეხლა დაფიქრდი თუ გინდა. ნუ ლიმიტი წარმომიდგენია
ხო, ის არის რაღაცნაირად თითქოს რაც რაღაცა დისტანციის დაფარვად ფაქტურად არ შემცირებულა უკვე რამდენი ხანია, ხო? დაახლოებით რა ვიცი, თვითმფრინავი როგორც დაფრინავდა 70-იანებში, ეგრე დაფრინავს ეხაც. აი მასეთ ტექნოლოგიურ განვითარებას ვხედავ, რომ აი ძალიან მარტივად სხვადასხვა იმაში გადაადგილება და ნახვა, ეგ ნამდვილად მოხდება და ნუ პრობლემას იმაში ვხედავ, რომ შეიძლება რეალობა და არარეალობის არევა მოხდეს უკვე, აი იმდენად ციფრული გახდეს იგივე ამ ხელოვნური ინტელექტის ვიზუალების იმით რომ აი მე ისედაც ხანდახან მაქვს ხოლმე რა რაღაცას თუნდაც ცოტა ისეთ ფილმს რო უყურებ ხოლმე ხანდახან უცებ მართლა ეს რეალობა თუ არა რეალობა ეგ ის არის არ ვიცი აი სხვა რა აი ტექნოლოგიური კუთხით ხო გინდა ტექნოლოგიური კუთხით ხო გინდა კოსმოსის ათვისების კუთხით ხო კოსმოსის ათვისებაც მოვა რა თქმა უნდა თუმცა მაინც ადამიანი იმდენად რაღაცნაირად თვითონ არის თავის იმის განვითარების მუხრუჭი რომ რაღაც ისეთები ხდება რომელმაც შეიძლება შეაჩეროს ეს მაინც ადამიანის შემდეგ რომ ადამიანმა ვერო შექმნას რაღაც ახალი არსება თავის თავიდან გამოიყენოს მაგას არ უყურებ არ უშვებ მაგას ხო ადამიანში რჩება შენ ის თეორიაც ხო არის რომ ჩვენს გენური ინჟინერიის შედეგი ხო რაღაცე ცივილიზაციებისგან შექმნილი ხო რაღაც რომ გადავიდეს მართლა 20 საუკუნის წინ დღევანდელი შესაძლებლობებით და ტექნოლოგიებით ჩვენს ღმერთებად მოვაჩვენებდით ხო თვითონ დავფრინდებოდით მობილური გვექნებოდა რაღაცებს იმას ამის ხანდახან რაღაც საინტერესოც არის ამისის თუმცა რა ვიცი ადამიანმა რო კიდე რაღაცა შექმნას ნუ მანდიდან ალბათ ჯერ შორს ვართ თვითონ რაღაც თავის ცივილიზაციაში თავის შეცვალოს გულისხმობ ანუ ფიზიოლოგიით იხვეწებ ხო დღეს ვაქვს მექანიკური გული აქვს უკვე მაგალითად მაგას აი სამედიცინო კუთხით ალბათ კიდე ჩამორჩება ვიდრე სხვა მიმართულებები არის განვითარებული ხო კი ცხოვრების ხანგრძლივობა ბევრად უფრო გაზრდილია ვთქვათ საშუალო ასაკი ვთქვათ თუ იყო რაღაცა 30-40 წელი იყო უკვე ხანში შესული ადამიანი ხო ადრე და ეხლა ნუ 80-90 მაგრამ მაინც ჩამორჩენილია ხო ამდენი დაავადება არის იგივე კიბოს კურნალობა ბოლომდე ვერ არის მე ვფიქრობ აი ეგ იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მაგის განვითარება და ასევე რაღაც გითხულობდი რომ ეს სიბერეცო რაღაცა დაავადებას ვეძახით უკვე კი მედიცინაში ეძახიან დაავადება არის და მაგის მისო მაგრამ ისედაც უფრო ახალგაზრდულადაც გამოვიყენებით და უზნობთ კიდეც თავს ვიდრე ხა რა თქმა უნდა ჩემი ასაკის თქვა შუა საუკუნეებში უკვე ძალიან ის იქნებოდა სარაკალიეტნის სტარიკ ესეთი ის არის აი შემორჩენა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეგ მიმართულება განვითარდეს რა თქმა უნდა ნუ ახლა უკვდავებას ვერ მიაღწევს და ნუ ეგ რაღაცა ლიმიტი ყოველთვის იქნება. თუმცა აი შესაძლებლობები თუნდაც რომ აი ასაკში მყოფი ადამიანი ბევრად უფრო ისე იყოს ვიდრე აი რაღაც ავტომატურ რაღაც იმაზე გადასული ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ამავე სამედიცინო მიმართულება. ხო. დანარჩენი რა ვიცი ეს ტექნოლოგიები და ისინი ნუ ძალიან იმათი მაშუება და. და ერთი ბოლოს შეკითხვა მქონდა რომელსაც ყველას უსვავ ხოლმე. ჩვენ გადაცემაში ეგ არის აი ერთი აი რა გაინტერესებს ყველაზე მეტად და აი რაღაც ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ სცენარი სადაც რა ვიცი შეგვიძლია სამყაროს შექმნელი დავარქვათ ღმერთი ყოვლისმცოდნე გონი მოგეცა ეგეთი საშუალება რომ ერთი შეკითხვა დავუსვა მხოლოდ რა და აი ეგ შეკითხვა მაინტერესებს რა შეკითხვას დავუსვათ რა არის ეგეთი შეკითხვა ამ ქვეყნიურში ძალიან ბევრი რამე მაინტერესებს თუმცა პასუხები მინდა თუ არა ეგ არ ვიცი ხო აი დაინტერესებს მე ვფიქრობ ალბათ უფრო კითხვა ის მექნებოდა რომ რაზეც არავის არ აქვს პასუხი ეს ზუსტი ხო სიკვდილის მერე რა ხდება მაგას კითხავდი ო ნუ ამას ვკითხავდი თუ გძელდება ეს კი არ შეიძლება შემშინებოდა და არ დამესვა იქ ხო მე მგონი ეგ შეიძლება ისეთი შეკითხვა იყოს პასუხი რო იყოს რომ ხო არის რომ უარყოფითი არაფერი არ ხდება და მთავრდება მაგის გაგებას ჯობია არის არიცოდე ამ ქვეყნიურში აი ძალიან ბევრი რამე მაინტერესებს თქვათ მაგრამ აი თითქოს რაღაცნაირად აი ჩემით რო ვხვდები თითქოს აი ეს მირჩევნია ეს პროცესი მირჩევნია რაღაცის ჭეშმარიტების დადგენის ვიდრე რომ პროცესში ყოფნა ვიდრე შედეგის რაღაც მესმის კი შორს აი კინოს რო ვამბობ ბევრისგან მომისმენია და ბევრ რეჟისორს და თქვათ პროდიუსერს ვეუბნები ხოლმე რომ კინოს გადაღება უკვე დამთავრება უკვე დასასრულია და всё მეტი აღარაფერი აღარ ხდება თვითონ პროცესით მიიღეს სიამოვნება ის სცენარს რო წერ რო ავითარებ
რო წვალობ დაფინანსებას იღებ იმაშვები, მე გადაღების პროცესი. თვითონ პროცესით უნდა ისიამოვნო, თორე კინოს რო დაამთავრა, აი ვერ გადავიღებ ფილმი, აი რო დადებ უკვე ფილმს, всё, უკვე მეტი აღარაფერი, უბრალოდ ყვები მე რო აი ეს აღარაფერს აღარ განიჭებს. ნუ კი რაღაც კარგია რომ შენი შექმნილია, მაგრამ აი ეს პროცესი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერ საქმეში და ნებისმიერ რაღაცის კეთებაში, რომ აი ამის განმავლობაში იმას ვქნა. ამიტომ რაღაც ისეთ კითხვას რომ აი ვიცოდე ამაზე პასუხი. ხო, ნუ რაღაცები კი მაინც. შეიძლება არც გამოგეყენებინა ეგ საშუალება. არც გამომეყენებინა. საინტერესო მე. იმიტომ რომ ის კი ვიფიქრე რომ მაგას დავსვავდი, მაგრამ ნუ მან უარყოფით პასუხი იმდენად. ხო არსებობს უარყოფით პასუხის შანსი და მაგის გაგება არ მინდა ნამდვილად. აი ეს ვიღაც ყვებოდა აიოასკა ხო იქ რომ მანები და ისინი და სხვადასხვა პერუში ვაკეთებდი ქართული კინოების ჩვენება გქონდა და იქ ერთი ვინც აკეთებს ეს დევიდ დუპონჩელი არის ორგანიზატორი ამ ფესტივალის და მაგას ვკითხე რომ აი აიოასკა თუ კიო კაცო ორჯერო დავლიეო ის მოდისო ჩემთან რაღაცებს ყვებოდა რა და მე უცებ მითხრა რომ ხო რაღაცებზე ყველაფერზე პასუხი მაქვს რაღაცა და ჩემი სიკვდილის ის ვკითხეო და მითხრაო და აუ ეგ რო გავიქცე. მითხრა როგორ მოუკვდებიო? როდისო და. და შეგეს იცოდე. ხო და არ ვიცი ხა ის რეალობა, მაგრამ აი თუნდაც მაგის ის აი რომც გავიგო და ის მე ეს აზრი უკვე ტვინში რო განგივითარდეს რომ აი რაღაც თეორიით აი ამადა ამ წელს ეგ ძალიან ის არის ხო თვითონ ცხოვრების ინტერესი და აზრი ეგ არის რომ აი მომავალი არის აი მომავალში მაინტერესებს რაღაცეები, რა თქმა უნდა, რაღაც ისეთი რაღაცეები, აი თუნდაც პოლიტიკურად ჩვენ ქვეყანაში რა იქნება, როგორ იქნება, მაგ კითხვას ალბათ ვინმეს დაუსვავდი, რომ აი როდის გვეშ. მაგრამ რო უცებ გაიგო პასუხები ეგეც არ გიგო. მაგრამ ჩემ თავზე დიდად ადრე მინდოდა მომავალი რომ მცოდნოდა, მაგრამ ეხა არ მინდა რომ ვიცოდე, რომ აი 10 წლის მერე როგორ ვიქნები, სად ვიქნები, რაში მაინტერესებს, აი რომ ვიცოდე შეიძლება ეგ არ იყოს და მაგან იმოქმედოს მე რო ეგრე მოხდა. განგისაზღვროს და შეგიცვალოს რეალურად. თუმცა რაღაცები მაინტერესებს რა თქმა უნდა, როდის მორჩება ომი უკრაინაში, რაღაც ჩვენ ქვეყანას როდის ეშველება, ეს ძალიან მაინტერესებს. მაგას შეიძლება გავამეყენებინა ჩემი ერთი კითხვა. ყოვლის შემძლე გონს რო ეკითხები ამ ქვეყანას რა ეშველება. ხო, ეგ შეიძლება. კი ბატონო. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა.